ჩვენ დღევანდელი შეხვედრა მორიგი ლექცია ჩვენ უახლოვდებით შესაქმის წიგნის ანუ ბიბლიის პირველი წიგნის დასასრულს სავარაუდოდ გვექნება სავარაუდოდ კი არა ასე ვფიქრობ გვექნება ეს და კიდევ ერთი შეხვედრა შესაქმის წიგნთან დაკავშირებით და უკვე ანუ იმ ლექციის შემდგომ ლექციაზე მოსეს ეპოქის განხილვას უბრალოდ მოსემდელი ეპოქის და განხილვას დავწერთ რომ მოსეს შემდეგ წიგნზე გადავალთ ანუ დავასრულებთ საუბარს შესაქმის წიგნზე დღეს კი უშუალოდ ყურადღებას მივაქცევთ ამბავს იმასთან დაკავშირებით როგორ ჩადის რატომ ჩადის და რა ისტორიული მოვლენები ახლავს თან ისრაელის ეგვიპტეში ჩასვლას ძალიან მნიშვნელოვანი მომენტებია ჩვენს წინაშე კიდევ ერთხელ წარმოჩინდება საოცარი ადამიანი რომელიც გახლავთ იოსები რომლის შესახებაც ჩვენ უკვე კარგი ხანია ვსაუბრობთ და გამოჩნდება საფრთხო განგებულების რეალიზების მორიგი ეტაპი როგორ რანაირად და რის გამო ამაზე თავისთავად ხადები ვსაუბრობთ ახლა ყურადღება მივაქცევთ ერთას უბრალოდ გავიხსენოთ რა ხდება იოსები აღზევდა ფარაონის კარზე იოსების ფარაონის კარზე აღზევება უკავშირდება უშუალოდ საფრთხო წყალობას იმასთან დაკავშირებით რომ იოსებში აღმოაჩინეს ის ნიჭი რომელიც ნიჭიც თელეგუტურ მეცნიერებას არ აღმოაჩნდა მაშინდელ სამეცნიერო სამყაროს არ აღმოაჩნდა ერთმა პატიმარმა ბიჭმა ერთმა პატიოსანმა პატიმარმა ბიჭმა ისეთი რაღაცეები თქვა და ისეთი გეგმა ისეთი სტრატეგიული გეგმა შესთავაზა ღმერთის წოდებულ მიწაზე ღმერთად ყოფ ეგვიპტის მმართველს რომ ვერც ერთმა ბრძენმა ეს ვერ მოიფიქრა ვერც ერთმა მეცნიერულმა მსჯელობამ ამ დასკვნამდე ვერც ერთ მეცნიერულმა დასკვნამდე ვერ მივიდა და ყურადღება მიაქციეს იოსებს და იოსების ამაღლება ანუ იოსების აღზევება ასევე რელიგიური წარმართული ეგვიპტური რელიგიური წარმართული წარმოდგენებითაც ხდება ის გაგებულია როგორც ფარაონის ორეული ის რომელიც თანა შეეწევა და თანა მოქმედებს ეგვიპტის სამმართველთან ერთად შესაბამისად საბოლოოდ ჩვენ თხრობა გავწყვეტეთ იმ ადგილას სადაც საუბარია რომ ფარაონი იტყვის რომ ისა რა ქვია მხოლოდ ტახტით ვარ შენზე მაღლა მხოლოდ მთელი ეგვიპტე შენთვის ჩამიბარებია სხვათა შორის მართველი ან და გამგებელი სხვადასხვა ტერმინები გვხვდება ებრაულში ერთი ტერმინით არის წარმოდგენილი რომელიც მონათესავე ტერმინიც არის აი სულთანი რაც არის ანუ პრაქტიკულად პირველი კაცი არა მაგრამ ყველაფრის გამრიგე და ყველაფრის გამგე იმ ასე ვთქვი ოლქში სადაც ის არის დადგენილი ანუ იოსებს აქვს ასე ვთქვათ შეუზღუდავი უფლებები შეუზღუდავი ძალაუფლება ფარაონის შემდგომ ეგვიპტეში ახლა კიდევ ერთი დეტალი გავიხსენოთ რომ იოსები შევიდა ქურუმთა დასში იოსებმა ქურუმის ჰელიოპოლისის ქურუმის ქალიშვილზე იქორწინეს უშუალოდ ფარაონის მითითება იყო და ვისაუბრეთ ჩვენ იმასთან დაკავშირებით რომ იოსების ქურუმთა დასში შესვლით ხდება რაღაცის სათვისმცადება რაზე ამას ახლა დღეს ვისაუბრებთ მაგრამ იოსების ქორწინებამ უკვე ჩვენ მიგვანიშნა იმასთან დაკავშირებით რომ რაღაცა არ უნდა ხდებოდეს ისე როგორც ამას იაკობი გეკმავდა იოსებთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში თუ იოსები იაკობის ძიახში დარჩებოდა და ის მას ძმები არ გაყიდნენ ქორწინება ხდება წარმართ ქალზე ქორწინება ხდება ქურუმის ქალიშვილზე ქურუმის ქალიშვილზე და შესაბამისად ის თხრობა რა თხრობასაც ჩვენ ბიბლია მიგვაჩვია მამამთავართა ისტორიაში რომ მეუღლე ანუ დედაკაცი ანუ დიასახლისი ანუ შვილების აღზრდილი გამორჩეული უნდა იყოს ეს არ უნდა იყოს ის ვიზეთ გაქორწინეს არ ეს უნდა იყოს ნაძებნი იმის შემდეგ რომ უნდა იქორწინება ანუ გამოკვლეული უნდა იყოს ამდენად ღირებულებით და დეზორიენტირებული არის ან არ არის ის ვინც უნდა გაგიზარდოს შვილები აი ეს მომენტი აღარ აქვს იოსებთან იოსები ქორწინება ქურუმის ქალიშვილზე ფარაონის უშუალო ესე იგი ამ განკარგულებით უშუალო ჩარევით და ჩვენ უკვე ბიბლია რაღაცას მიგვითითებს რომ კი იოსები რაღაც განგებულებას ემსახურება მაგრამ ის იმედები რა იმედები სხვა შეიძლება ა ブラ ამს ხონდა ისმაელზე ისააკს ხონდა ესავზე ხოლო იაკობს ხონდა იოსებზე ისევ იგივე კალაპოტში ვჯდებით ანუ იოსები ვერ იქნება ის ვისაც იაკობი ვინც გონია რომ იაკობს ვიზეც ეგონა რომ უნდა გაგრძელებულიყო ეს მოთქმა რაღაცა სხვა რამე ევალება იოსებს და რა ევალება ამის შესახებ თავისთავად ხადია ვისაუბრებთ ბიბლია ასე აგრძელებს საუბარს დაიწყო შიმშილობა
იოსებს დაგროვებული აქვს ის მეხუთედი, რომლის შესახებაც ეს 100% განაკვეთი, რომელიც შემოსავლიდან დაადო მთელ ეგვიპტეს და სხვათა შორის ბიბლია იუწყება, რომ დღევანდელ დღემდე, ანუ მოსემ წინა 13 წელს ამას და საუკუნეებია გასული იოსების მართლობიდან და ჩანს ეს ეკონომიკური პროგრამა, რომელიც შემოიტანა იოსებმა მოსეს დროსაც კი თქმედითი იყო, რადგან აი ეს მეხუთედი ეს განაკვეთი 100% განაკვეთი, რომელიც დადო იმან გაქვია იოსებმა, იმ დროსაც კი მოქმედებდა სავარაუდოდ. ახლა თქვენი ყურადღება რას მინდა მივაქციო. დაიწყო შიმშილი ეგვიპტეს ეხება, შიმშილი ეხება ეგვიპტეს და ქანაანს და შუა ახლო აღმოსავლეთს, რომელიც აი იმდროინდელი აი ამ ნაწილის, ასე ვთქვათ, ცივილიზებულ სამყაროს წარმოადგენს. გახსნა იოსებმა ბეღლები და იწყება ხობლის გაყიდვა, ამას უშუალოდ იოსები ხელმძღვანელობს. ჩვენ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ და ერთ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ყურადღება უნდა მივაქციოთ მეგობრებო იმას, იოსები ხელმძღვანელობს პურის გაყიდვას, პურს კი არ ყიდის. კი ბიბლიაში წავიკითხოთ, ისია თითქოს იოსები იძლევა ამ ხორბალს. გასაგებია, მაგრამ თავის თავაცხადია ეს ანიშნავს იმას, ფარაონის მერე პირველი კაცია და ტომრებში თვითონ ხრის ამ ხორბალს ეს გამორიცხულია. იოსები რას აკეთებს? იოსები ადგენს კურსს. რა კურსით უნდა მისცენ ხორბალი, რა ოდენობით უნდა გადაუცვალონ ხორბალი ეგვიპტელს, ქანაანიდან ჩამოსულს, ლიბიელს, ეთიოპიელს ან და სხვადასხვას. ანუ აი ამას ყველაფერს ადგენს და მე ეკონომიურ ჩარჩოში აქცევს. წინ და წინ ვიტყვი, არ შეიძლება შემდეგაც დავჭირდეს, მაგრამ ახლაც ვიტყვი, რომ რეფორმა ის ეკონომიური ისა რა ქვია, პროგრამა, რომელიც წარმოადგინა იოსებმა ეგვიპტეს არ ნახულ სიძლიერებთან, ფინანსურ სიძლიერებამდე მიიყვანს, არა მარტო ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით გაძლიერდება ეგვიპტე, არამედ შიდა მოწყობა, ადმინისტრაციული მოწყობაც კი ამ სიმდიდრის ყოლობაზე გარკვეულ ცვლილებას განიცდის და რას განიცდის, ამას ბიბლია ამბობს და ამას დღეს აუცილებლად შევეხებით. კიდევ ერთი დეტალი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, მეგობრებო, გახლავთ რა. ეს თხრობა, რომელიც თხრობასაც ჩვენ დღეს დავიწყებთ, ამ თხრობის გარეშე წარმოუდგენელია, რომ რამენაირად გაშინა არსებული იყო მთელი ის ამბავი, რაზეც იოსებზე ვისაუბრეთ. სხვაგვარად რო ვთქვათ, იოსებმა გადაიტანა ძალიან დიდი ტანჯვა. ენით გამოუთქმელი ტანჯვა გადაიტანა ამ 17 წლის ბიჭმა, 30 წლისა როცა აღზევდება იმაზე, აი 13 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად ამ კაცის თავზე აი დატრიალდა, აი წესქვილს არ დატრიალებულა, თორე რაცა აი ძალიან დიდი ისა ქვია, ძიმე ტანჯვები გადაიტანა. ბიბლიაში რომ აი ეს თხრობა მორჩეს, საგდა დასრულდეს, რომ იოსები აღზევდა ფარაონის ტახტზე და ესე იგი ამ ტანჯვის წინ რაღაცა ნუგეში მიიღო და რაღაცა სამაგიერო მიიღო, დაახლოებით იმას დაემგვანებოდა ეს თხრობა, რომ ბიბლიას დაეწერა, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო და არ შექმნა ადამიანი. სამყარო იქნება იმისათვის, რომ შეიქმნას ადამიანი. სამყარო სხვანაირად შინაარსი არ აქვს, აზრი არ აქვს. ყველაფერი ეს კეთდება ადამიანისთვის. ასევეა იოსების ტანჯვაც. ისრაელი ახლა თუ არ ჩავდა ეგვიპტეში, ეს ყველაფერი ისრაელს თუ არ მოხმარდა, იოსების ტანჯვას თავისთავად შინაარსი არ აქვს. იოსების ტანჯვის შემდგომ იოსების აღზევება ფარაონის კარზე ასეთი მაღალ საფეხურზე დგომა, აი ასეთი შვება, რომელიც იოსებმა მიიღო, აქ რო დასრულდეს იოსების ტანჯვის შემდგომი თხრობა, მაშინ იოსების ტანჯვა ბიბლიისათვის საინტერესო არ იქნება. იოსები იმიტომ კი არ ტანჯულოსო შემდგომ შვება მიიღოს, არა, იოსები იმიტომ ტანჯულოსოს საფრთხო განგებულებას უნდა მოემსახუროს შემდგომ. ამიტომ ისრაელის ეგვიპტეში ჩასვლა, ეს გახლავთ რეზიუმე იმ ამბისა, რა ამბებსაც წმინდა წერილი გვიყვებოდა იოსების ამ ტანჯვასთან დაკავშირებით. იოსების ტანჯვა შინაარსდება ისრაელის მსახურებაში. ზოგადად ქრისტიანობა ახლა ტანჯვას უყურებს ძალიან საინტერესო. ტანჯვა არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანი არ ნიშნავს იმას უпростоრეთ, რომ რადგან მე ქრისტიანი ვარ, ახლა დღე-დღე ვფიქრობდე, როგორ ვიტანჯო და რა ვიტანჯო. ეს არის ავადმყოფობა, რაღაცა ფსიქოლოგიური დარღვევა, რომ რაღაცა ვცდილობდე რამე მტკიოდეს და ვცდილობდე რამე იმას ვუშვებდეს. არა, ადამიანი ეს არის ის, რომელიც ჩადებულია აი ეს ისა რა ქვია, ლტოლვა ბედნიერებისაგან, ლტოლვა სიხარულისაგან და ის თავისთავადაც არ ეძებს უბედურებას და არ ეძებს ტანჯვას, ის ეძებს ბედნიერებას და სიხარულს, მაგრამ ქრისტიანობა ხაზგასმით ამბობს, რომ კურნალობის პროცესი, რომელიც კურნალობის პროცესის ადამიანს ჭირდება იმისათვის, რომ მისი სული იქნას საბოლოოდ ზიარებული ღმერთთან, სხვაგვარად რო ვთქვათ, ნებები იქნას გადალახული და ნებები იქნას ასე ვთქვათ მოგერიებული, ამას ძალიან დიდი შრომა, ძალიან დიდი ტანჯვის გადატანა ჭირდება, ვინაიდან დაცემული ძალა, რომელიც ცდილობს ადამიანის სული ხელში ჩაიგდოს ასე მარტივად, ასე იოლად, მას არ ანთავისუფლებს და მას არ უშვებს თავისი, ასე ვთქვათ, კლანჭებიდან და ხაფაგისაგან. ამიტომ ტანჯვა ქრისტიანობაში მოაზრებული არა თავისთავადი მნიშვნელობით, ანუ ადამიანი იტანჯება არა იმიტომ, რომ ცოდვით დაეცა, არა, ცოდვა შემოიტანა ტანჯვა. ეს ტანჯვა არ არის სამართალგება ცოდვისათვის.
ტანჯვარის ეს ამ ცოდვაზე ამაღლების ცდელობის შედეგად მიღებული ვიტანჯები მე იმისათვის რომ რაღაცას ვაჯობო და რაღაცას გადავაბიჯო და იმ ბედნიერებას მივაღწიო რა ბედნიერებაც ცოდვამ დამაკარგვინა სხვაგვარად რო ვთქვათ ტანჯვა თავისთავად მნიშვნელობის არის და ეს არ არის ასე ვთქვათ ნაცვალგებითი რაღაცა დეტალი რომელიც მიეცა ადამიანს ცოდვის სანაცვლოდ როგორც ამას დასავლეთის ეკლესია რაზეც დასავლეთის ეკლესია აპელირებს სხვადასხვა ერთ-ერთი მომენტი რაზეც ლუთერი ჩააფიქრა ძალიან კათოლიკური ეკლესიის სწავლებამ ეს გახდა სწორედ პატიებისა და მრისხანების დეტალი და ლუთერი ვერანაირად ვერ თავსებდა ერთმანეთში როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ღმერთი მრიცხანეს და ყოფილიყო ღმერთის სიყვარულიც და როდესაც ის მოშურნე კათოლიკე ძალიან მოშურნე მორწმუნე თავისთავად ამ წიაღის ასაკი ეცნობოდა თეოლოგიას ეცნობოდა ასე ვთქვათ გამოსყიდვის ცოდვის ასე ვთქვათ კეთილის საქმეების წინ რაღაცის ცოდვის რა ქვია პატიების ბუღალტერიის შესახებ ლუთერი სულ უფრო მიდიოდა დასკვნამდე რომ ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა ჯანსაღმაში მოქცეული რა ქვია ჩარჩოში მოქცეული და შემდგომ ის ამიტომაც აქცევს ყურადღებას ძალიან მწვავე და ძალიან მძაფრად ინდულგენციების ინსტიტუტს შესაბამისად ისე თქვა მინდა ტანჯვა ეს არ არის ის რასაც ღმერთი აგზავნის რაღაცის სანაცვლოს რაღაცის სამაგიეროდ რაღაცის ნიშნის მოსაგებად არა ტანჯვას არ აქვს თავისთავადი მნიშვნელობა ტანჯვა ეს არის ის რასაც აი აღმოსავლეთ ეკლესიებში ხშირად არის ეს მაგალითი მოტანილი ცეცხლი რომელიც ჭირდება ოქროს იმისათვის რომ გამოიწვდოს რაც უფრო დიდხანსაა ცეცხლში ოქრო მით უფრო გამოწვდობილია და მით უფრო ხარისხიან და მით უფრო მწვერვალია ის შესაბამისად აი ადამიანისათვის ეს ტანჯვა არის სწორედ ის რაც აწვდობს მას ზრდის მას და წინ მიყავს ის სწორედ აი აქ ბიბლია საინტერესოდ ამბობს იმის შესახებ რომ ფარაონის ტახტზე ამაღლებული იოსებს ახალი მსახურება ეწყება მსახურება იწყება ქანაანიდან ქანაანში შიმშილი გაძლიერდა იაკობი ეუბნება თავის შვილებს რომ რა დარწმუნავენ პურის საშონელად გაიგო ეგვიპტეში იშოვება პური და წავიდნენ პურის საშონელად ახლა რა შეესაქმე ძალიან საინტერესოდ გადმოსცემს იაკობის ამ მიმართოს თავის შვილებისათვის სეპტუაგინტას ტექსტი რომელიც ძველ ქართულ თარგმანებშია ის აქვია ძველ ქართულ თარგმანებშია წარმოდგენილი ასეთი სიტყვით რატომ უდებხართ ანუ რატომ არ ზრუნავთ რატომ არ მოცხელეობთ იმისათვის რომ პური თითქოს და იაკობი აყვედრის რატომ არ საქმიანობთ იმისათვის რომ პური იშოვოთ რაღაცნაირად არის აზრი იმასთან დაკავშირებით რომ დიდარი იაკობის ოჯახის დიდარი შვილები მაინც დიდად აზრუნავდნენ იმაზე რომ ის შორი და ძიმე მოგზაურობა თავს ედოთ რაც ეგვიპტეში მოგზაურობას გულისხმობდა იქიდან პური ჩამოტანას გულისხმობდა ფიქრობდნენ რომ შესაძლებელი იყო ცოტა ძვირად მაგრამ ეგვიპტიდან ჩამოტანილი პური ადგილზევე ეშოვათ ადგილზევე ეყიდათ მათ ამ სიდიდრე სრულად აძლევდა ამის საშუალებას და შესაბამისად რაღაცნაირად არ ზრუნავენ ეგვიპტეში მოგზაურობისაკენ რო არა ეს იაკობის ეს მითითება რომ რატო არ მიდიან ეგვიპტეში შესაძლებელია ითქვას რომ ძმებიდან შეიძლება არც არავინ ფიქრობდა ეგვიპტეში წასვლას აი ამ მითითების შემდგომ რომ წავიდნენ ეგვიპტეში და იაკობი მიუთითებს რომ წავიდნენ ეგვიპტეში ძმები მას ალაგდებიან ურმებს დატვირთავენ და გაემგზავრებიან ეგვიპტისაკენ სწორედ ეს გზავრობაა დასაწყისი იმ ამბებისა რა ამბებმაც საფრთხო განგებულების რეალიზება ახალ ეტაპზე უნდა აიყვანოს ამიტომ ამბროსი მედიოლანელი ამბობს პირდაპირ დაუკვირდით რამხელა მნიშვნელობა აქვს მამის კურთხევის შესრულებას რამხელა მნიშვნელობა აქვს მამის მორჩილებას და მამის დაჯერებას რადგან რო არის ისე საფრთხო განგებულებას ემსახურები ეს ძალიან მნიშვნელოვანია მართლა შვილებმა დაუჯერეს მამას და სწორედ ამ დაჯერებიდან იწყება ის ამბები რა ამბებმაც ისრაელი ეგვიპტეში უნდა ჩაიყვანოს და რა ამბებმაც ისრაელის ისტორიაში ახალი ეტაპი ახალი საფეხური უნდა დაიწყოს 10-ზე, იაკობს გვახსოვს 12 ყავდა, ერთი აღარ აყავს. იაკობს მკვდარი გონია, მაგრამ სინამდვილეში ეგვიპტეში ფარაონის შემდგომ პირველი პიროვნება დარჩა 11 და ამ 11-დან 10 გააგზავნის იაკობი. თავისთავად ხადია ხვდებით, ვის არ გააგზავნის ბენიამინს, ანუ რაქელისაგან მეორე ვინც აყავს, იმას არ გააგზავნის. მიზეზი პირდაპირ არის დაწერილი, პირდაპირ არის ახსნილი, იოსები აღარ აყავს და ბენიამინს
რისკის ქვეშ ვერ დააყენებს ვერანაირ შემთხვევაში. ბენიამინი ამ პერიოდისათვის დაახლოებით ალბათ 21 წლის უნდა იყოს, 21-22 წლის უნდა იყოს დაახლოებით, ახლა მას ზუსტად ვერ ამიტყვის, მაგრამ ფაქტია რომ ბენიამინი როდესაც ჩადის ეგვიპტეში დაახლოებით 1 წლის შემდგომ, ან წელიწად ნახევრის შემდგომ ქრონოლოგიურ ნუსხებში ბენიამინთან დაკავშირებით ნათქვამი ცოლშვილიანია უკვე. თავის ამდენად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბენიამინს აქვს უკვე იმის უფლება თქვას ეგვიპტეში წავა თუ არ გავა თვითონ გადაწყვეტოს. არა, აქაც გამოკვეთილია, კარგად არის ხაზგასმული. ბენიამინი იმას კი არ გადაწყვეტს წავა თუ არა, ამას გადაწყვეტს მამა. მამა თუ გადაწყვეტს, მაშინ ბენიამინი წავა, თუ მამა არ გადაწყვეტს, ბენიამინი არ წავა. მთელი ოჯახი, ისე რომ ჯერ იოსებმა არ იცის, წმინდა წერილი ამას ჩვენ გვაუწყებს, რომ იოსებმა ეს თავისთავად არ იცის. მთელი ოჯახი გადაგებულია რაღაც სხვანაირ ოჯახს ვამსხობ წმინდა წერილი ეს არ არის ის ოჯახი ეს არ არიან იაკობის შვილები რომლებსაც შეუძლიათ უკითხათ მამას ჩახედონ თვალებში და უცხარო ხეცმა ხო არ დაგლიჯა შენი შვილი ნახე მისი ხალათი ხო არ არის არა რაღაცნაირად სხვანაირ ოჯახს გვამსხობს წმინდა წერილი რომელიც წიაღშიც უსმენენ მამას ემორჩილებიან მამის კურთხევაზე რაღაცა ერთ კალაპოტში მოძრაობენ და ერთი ზრახვით არიან აღზრუნლები 10 წე წავა ეგვიპტეში, ჩავა ეგვიპტეში. ახლა ეგვიპტეში პური რიგდება. აქ ორი ვერსია, ორი ვარიანტია. პური რიგდება ერთ ქალაქში, ან პური რიგდება მთელ ეგვიპტეში. მთელ ეგვიპტეში. ასია თუ ისია, ყოველ შემთხვევაში ძმები მივიდნენ ზუსტად იმ ქალაქში, რომელ ქალაქშიც პური რიგდებოდა. შესაძლებელია ვივარაუდოთ ეს მართლა ერთი ქალაქია და მიასწავლეს ძმებს ის ადგილი, რომელ ქალაქში მისულიყვნენ პურის საყიდლად, მაგრამ ეს საკითხის მეორე მხარეა. მთავარი რა არის? მთავარი ის არის, რომ თქვენ თავისთავად ხედავთ, ხვდებით ახლა იოსები 24 საათი ვერ იდგება იქა და პურის განაწილების იმას ვერ უყურებს იოსებს თავისი ვისაყავს, აქვია ინსტიტუტის ხელმძღვანელობს ის და თავისი მოხელეები და ქვეშევრდომები იოსების ბრძანებას ასრულებენ, მაგრამ საფრთხო განგებულებას მიაწევს, ასე ვთქვათ, ქრისტიანული ლიტერატურა იმასაც, რომ ძმები მიდიან ზუსტად მაშინ, როდესაც იოსები იქ იმყოფებოდა. აი ასეთი რაღაცა შემთხვევები ჩვენ ბევრი გვაქვს, აი ამ მონაკოჩი, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ძმების და შემდგომ ისრაელის ეგვიპტეში ჩასვლის მონაკოჩი. ძალიან ბევრი ბრჭყალებში შემთხვევითობა. თავისთავად ცხადია, ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანობისადმი ეს შემთხვევითობა არ არსებობს, არაფერი ხდება შემთხვევით, თუმცა ტერმინი შემთხვევით წმინდა წერილში მოხსენიებულია, ერთი რაც ვახსენდება, ეს არის მეფე აქაბის სიკვდილი, ის შემთხვევით დასული ისრით მოკვდება, მაგრამ ეს შემთხვევა არის კონტექსტუალურად უნდა წავიკითხოთ და არა ტერმინი ამოვიღოთ იქიდან, ვინაიდან აქაბის სიკვდილი შემთხვევით არ იყო, ის ელია ელიას არა, მაგრამ სხვა წინასწარმეტყველს ნაწინასწარმეტყველები ქონდა და სიტყვა შემთხვევით აქ კონტექსტუალური აზრით არის გასაგები. შესაბამისად იოსების აი ამ თხრობაში ბევრი შემთხვევითობა გვაქვს, თუმცა ეს შემთხვევითობა სულ საფრთხო განგებულების რეალიზება გახლავთ. აი პირველი ეს მომენტი არის, როდესაც ძმები მივიდნენ მაშინ, როდესაც იოსები სწორედ იქ იმყოფება, როდესაც სადაც პურს არიგებენ. აღიხილა თვალისთვის იოსებ და დაინახა ძმები პურის რიგში. მეგობრებო, რომელი მამა არ მახსოვს გამახსენდება, ამბობს პირდაპირ გვეუბნება, რომ ისა რა ქვია როგორც კი აი ხორბლის შესახებ საქმიანობა შეეხო იოსებს იოსება იმ წუთიდან დაიწყო მზადება პირველი სისხლის აღსასრულებლად. ყოველ წელს, ყოველ წუთს, ყოველ დღეს, ყოველ თვეს ელოდებოდა როდის მოხდებოდა ეს პურთან დაკავშირებული, ძნებთან დაკავშირებული სიზმარი აღსვებას როდის დაიწყებდა. იუდაური გარდამოცემა გვეუბნება კიდევაც, რომ ძმები რომ დაინახა იოსებს წინა დღეს გამოცხადება ქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ის ძმებს შეხვდებოდა, რატო ამბობ ამას? იმიტომ რომ ეს მზადება არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმასაც ახლა იოსები გააკეთებს, ეს არ არის სპონტანური გადაწყვეტილება, ამას ეწოდება იოსების პედაგოგიკა, ამას ეწოდება საფრთხო განგებულებისადმი იოსების ენით გამოუთქმელი ერთგულებით მსახურება და აი ამ მსახურების გაწევისათვის აუცილებელი იყო იოსებს ქონოდა სამოქმედო პროგრამა. ასე უცებ ძმები დაინახა და რაღაცა მოიფიქრეს გამორიცხული აბსოლუტურად. თუ იუდაურ ამ ტრადიციას დავეყნობით, უნდა ვივარაუდოთ, რომ მას გამოცხადება ქონდა, მაგრამ იუდაურ ტრადიცია გვეუბნება, წინა დღეს ქონდა გამოცხადება და ერთ დღეში იოსები რას მოიფიქრებდა ვერ გეტყვით, მაგრამ თუ იოსები მართლა ემზადება და ლოცულობს ამისათვის, რომ ძმებთან შეხვედრის, ანუ სიზმრების რეალიზებისათვის, მაშინ ის პროგრამა, რომელ პროგრამას ის განახორციელებს და რასაც იოსების პედაგოგიკა ქვია, საკმაოდ კარგად არის მოფიქრებული, საკმაოდ კარგად არის გათვლილი ყველა ნაბიჯი და ეს ჩვენ განსაკუთრებას იწვევს ნამდვილად. იოსება დაინახა ჩანაწერისთვის შეგვახსენოთ პირველი სიზმარი, ეს არის მოდი ორივე სიზმარი ვთქვათ, ვინაიდან ორივე სიზმარი უნდა გადაებას ერთმანეთს. პირველი სიზმარი რა არის?
პირველი სიზმარი არის რომ იოსები დგას ძნას კრავს, ესე იგი ძმებიც ამ ძნებთან არიან და იოსების ძნა ამაღლდება და ძმების ძნები დაუწყებენ თაყვანისცემას, ესე იგი 11 ძნა ყურადღება მიაქცეთ 11 ძნა თაყვანისცემს შუაში დგარ მე-12 ძნას. მეორე სიზმარი ესეთია 11 ვარსკვლავი მზე დამთვარე ემატება მთავარ ვარსკვლავს თაყვანისცემენ იოსებს რომელიც მათ შორის დგას მზე დამთვარე იაკობი და რაქელია რომელიც ამ იოსების სიზმრების დროს ალბათ გარდაცვლილია მაგრამ ნაწილი ფიქრობს ეს სიზმრები მერია მოყოლით თორე ადრე აქვს ეს დასიზმრებული იმას რა ქვია იოსებს ეს საკითხი ხომხარია ახლა აი ეს ორი სიზმრები იოსები ეს მთელი ცხოვრება ელოდება ამ სიზმრების აღსრულებას და აი ხა ხორბალთან დაკავშირებით როცა აქვს საქმე აი ძნების შესახებ სიზმრის აღსრულების რეალიზების მოლოდინშია ეს და მას უნდა ელოდებოდეს ახლა რაშია საქმე იოსებმა აღიხილა თქვა იოსებმა დაინახა რომ აი ვინჩუნანი ამბობს რომ წინადღეს ქონდა გამოცხადება ეს წინადღეს გამოცხადებას იუდაური ტრადიცია ამბობს და ეფრემასული ამბობს რომ აი რაც აღზევების მომენტიდან ემსახურე ემზადებოდა ამისათვის მასაკია ხო ისი თქვა მინდა ხო იოსებმა დაინახა თავისი ძმები მაგრამ ნახეთ ძმებთანა დაინახა რომ ეს ძმები არიან 10 და არა 11 ანუ 10 ძნაა მოსული მაგრამ სიზმარში 11 ძნა ფიგურირებდა ერთი ძმა თავისთავად ცხადია ხვდება რომელიც ძმაც აკლია ანუ რომელიც ძნაც აკლია აი ამ რიქს მაგრამ მისი ეს მოქმედება იწყება სწორედ მისი მოქმედების პირველი ესე იგი შემადგენელი ნაწილი იქნება არა ძმების თაყვანისცემა არამედ 11 ძნის თავმოყრა აი 11-მა თავმოყრილი ძნა რას იზავს მაგას მერე ნახავს იოსები. თავარი ეს 11 ერთად ნახოს და 11 ერთად როგორ უნდა ნახოს. აი ამისათვის ცდელობას იწყებს იოსები. ძმება თავისთავად ცხადია იოსები ვერ იცდეს. ამდენიმე მიზეზის გამო პირველი იოსები ქურუმთან დასშია შესული მეგობრებო. სავარაუდოდ მას თავი ისევა გადაპარცული როგორც ეს ქურუმებს ჰქონდათ ეგვიპტურ ყაიდაზეა მოწყობილი. მთლიანად ეგვიპტურად გამოიყურება. შესაძლებელია მას კანისფერი სოდავად ჩამუქებული აქვს სემიტებისაგან განსხვავებით, თუმცა ამ ეპოქაში სემიტების კანისფერს ალბათ ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას და რატომ ამას როცა მოსეზე გადავალთ იქ ვიტყვით და ბოლო-ბოლო ეგვიპტურად საუბრობს იოსები, გამართულად ეგვიპტურად საუბრობს იოსები და ძმებს არანაირი საშუალება არ აქვს. ვერც მოელოდებიან რომ აი ამ კაცი შეიძლება თავიანთი ძმა იხილონ. მიუახლოვდებიან ძმები პურის საყიდ თავიანთ რიგს და იოსები მათ მოულოდნელ ბრალდებას წარუდგეს. მოდი ახლა წავიკითხოთ წმინდა წერილში, მოვყვეთ წმინდა წერილში რა წერია და შემდგომ ეს ყოველდღე წმინდა წერილში ეს წერია სისტემური თხრობით, არ წერია ქრონოლოგიური, სისტემურად არის წარმოდგენილი და ჩვენ სისტემურად თუ ჩვენ ასე ქრონოლოგიურად წავიკითხავთ ამაზე სისტემურად ამოვიდგებით, ვერაფერს ვერ გავიგებთ რა ხდება წმინდა წერილში. შემდგომ ძალიან საინტერესო ამ ამბის აი სისტემური თხრობა. მე ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადავხვდები, ახლა არის რაღაც ადგილი, რომელიც წერია ერთ თავში და ის ვერ გამომართავ და ვერ გავიაზრებთ იმას თუ არ მოვიყვანეთ ის ადგილი რომელიც წერია მეორე თავში. ეს ყველაფერი სისტემურად უნდა შევაჭეროთ ერთმანეთში და ისე გავიაზროთ. ამიტომ თუ კითხრობისას მე თქვენ წაიკითხავთ ამ ადგილს და ნახავთ რომ რასაც მე ვამბობ ეს მერე წერია და აქ იაწერეს იმას კი ანიშნავს რომ მერე კი იმიტომ წერია რომ იქ დაჭირდა ავტორს რაღაცის ასახსნელად თორე სისტემური გააზრების თვალსაზრისით ეს ამბავი აქ ხდებოდა სწორედ. იოსები უცებად ეუბნება თავის ძმებს. სტოურები ხართ თქვენ ზვერავები. ამ ქვეყნის სიშიშვლის დასაზვერად ახარ ჩამოსულები. მე თქვენ გაგახსენებთ რომ ტერმინი სიშიშვე ნიშნავს სისუსტეს. აი გახსოვთ ხო ჩვენ ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით რომ ადამა და ევამ და მისვა დედაკაცმა დაინახა რომ შიშვლები იყვნენ ნოე გაშიშვლდა და ჩვენ ვისაუბრეთ აი ახლა მიწის სიშიშვლის დასაზვერად არიან ანუ სტოურები ხართ ზვერავები ხართ და ჩამოხვიდეთ და ნახოთ ამ ქვეყანაში სად არის სისუსტი ადგილები საიდანაც შეიძლება შეიჭრას უცხოტომი და აი ამ ქვეყანას ზიანი მიაყენოს. მეგობრებო, ბრალდება არის მოფიქრებული. ბრალდება ეს არ არის უცებ თავში მომდგარი, ეს არის კარგად გააზრებული ბრალდება. რადგან ამ ბრალდებას უნდა ახლდეს ერთადერთი განაჩენი. რა განაჩენია ეს განაჩენი? ეს არის სიკვდილით დასჯა, აუცილებლად სიკვდილით დასჯა. აი აქ საინტერესო რამე ხდება წმინდა წერილში. გახსოვთ თავის დროზე მე თქვენ გითხარით, რომ განსაკუთრებით შესაქმის წიგნი ხასიათება, სხვა წიგნებიც ბაზავენ, მაგრამ აი ამ წიგნზე ვისაუბროთ ჯერა. ყველა მამამთავარი, რომელსაც გავეცდეთ, იქნებოდა ეს აბრაამი, იქნებოდა ეს ისააკი, იქნებოდა ეს იაკობი. ყველამ თავიანთი სამამამთავრო გზის დასაწყისში, რასთან ურთიერთობა გამოიარეს მეთქრაზე ვისაუბროთ ჩვენ სიკვდილს დაელაპარაკა, სიკვდილს ჩახედავს უყველა. და მე თქვენ გაგახსენებთ ერთ მომენტს, ძალიან საინტერესო მომენტს, როდესაც იოსები, 17 წლის იოსები მამის დავალებას ასრულებს.
და წავა სიქემში ძმების სანახავად, სიქემში ძმებს ვერ ნახავს. ვიღაც კაცი და ჩვენ თქვით ვიღაც კაცი ანგელოზია, შეეხმიანება მას და ეტყვის რას ეძებს აქ რას ეძებს რა უნდა იოსების პასუხი რა არის ჩემ ძმებს ვეძებ მე იოსების ცხოვრების არჩევანია ძმებს ემსახუროს ძმებისთვის ცხოვრობდეს ძმებისთვის არსებობდეს და თუ ძმებისთვის არსებობდეს ამ ძმიდან თითოეული მათგანი ღირსი უნდა იყოს იწოდებოდეს ვით ისრაელის ძედ იოსებმა იცის იოსებს ესმის და ძალიან გთხოვთ მეგობრებო ეს კარგად გავიაზროთ იოსებმა იცის იაკობის ძე ხარ არა იმიტომ რომ შვილი ხარ ბიოლოგიური იაკობის არამედ იაკობის ძე ხარ იმიტომ რომ აზროვნები ისე როგორც აზროვნებს იაკობი და ცხოვრობ ისე როგორც ცხოვრობს იაკობი ცხოვრების და აზროვნების წესი გასვავს შენ უფლებას იაკობის ძედ ისრაელის ძედ ანუ ისრაელიანად წოდებისა და არა ბიოლოგიური ჩამომავლობა ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვინაიდან რაღაცა აზრით ჩვენ საუბრობთ ხოლმე აი დღესო გავიდეთ მე არ მინდა ეს თემა ძალიან შორს წავიღო მაგრამ დღესო გავიდეთ და რომ ვიკითხოთ ხო რას ნიშნავს რომ მე ვარ ქართველი რას ნიშნავს რომ მე ვარ აი ამ გენის, აი ამ ცივილიზაციის შვილი? რას ნიშნავს რომ მე ვარ ამ კულტურის მემკვიდრე? ამ კითხვაზე პასუხი ალბათ ძალიან ხშირად, ძალიან მეტნაწილად დავა ბიოლოგიურ მემკვიდრეობის დონეზე, იმიტომ რომ იმან შეკლა და იმის შთამომავალი ვარ, ტყუილია ეს. ტყუილია ეს. ქართველი არ ნიშნავს ვიღაცის ჩამომავლობას, ბიოლოგიურ ბიოლოგიას. ქართულობა ნიშნავს აზროვნების ფორმას, აზროვნების ტიპს, ასე რომ აზროვნებს, ასე რომ ღირებულებები რო გაქვს, ამიტომ ხარ ამ ცივილიზაციის წევრი, ამიტომ ხარ ამ კულტურის შვილი და არა ამიტომ რომ ბიოლოგიურად გერგო ეს, ასეთი ღირებულებათა სისტემა გაქვს და იქ მე მახსოვს თავის ძოზე გითხარი და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა და ეს ძალიან სიმპტომატურია ჩემთვის, რომ საქართველოს ეკლესიის ისტორიას რო ვიცნობი, მის გარეშე მე არც ერთი ტომით ქართული წმინდანი არ აქვს. ტომით უცხონი არიან. მაგრამ თავიანთი მენტალობით, თავიანთი აზროვნებით, ღირებულებათა სისტემით ამ კულტურის, ამ ცივილიზაციის შვილები არიან. შესაბამისად, აი ეს ძალიან კარგად ჩანს ბიბლიაში. იოსებმა იცის, რომ ძენი ისრაელისანი არიან არა ბიოლოგიური შვილები ისრაელისა, არამედ ღირებულებითი ძეები ისრაელისა. იმასაც ისაც სახარებაშიც გაისმევა და სახარებაშიც იტყვება, ნუ იქადით იმით, რომ ძენი ხართ აბრაამისანი. ძალუც ღმერთს აქვს ხათაგან ამათგან აღდგინება ძეთა აბრაამისა და რადგან აბრაამის შვილობა ანიშნავს აბრაამის ბიოლოგიურ ჩამომავლობას, აბრაამის შვილობა ნიშნავს აბრაამის მენტალურ მემკვიდრეობას. და აი აქ, როდესაც იოსები ზრუნავს თავის ძმებზე, ამ ვიღაც კაცს, რომელიც შემდგომ ანგელოზი იქნება, ანგელოზად აღმოჩნდება, ეგუნება რომ თავის ძმებს ეძებს, თავისი ძმები უნდა თავის ცხოვრებაში, ამიტომ სიკვდილს რომელთანაც ურთიერთობა ქონდა მას, ამ სიკვდილით ურთიერთობით უნდა გაზარდოს, ამ სიკვდილთან ურთიერთობით უნდა დააწყებინოს სამომონტორო გზაზე სიარული მათაც და ძენი იაკობისანი, ძენი ისრაელისანი უნდა გახდნენ სწორედ ამის სიკვდილთან ურთიერთობა რა არის უნდა გამოსცემს, ამიტომ ეუბნება რომ სტოვრები ხართ თქვენ, ამ ქვეყნის სიშიშვის დასაზვერად ხართ მოსული თქვენ, ძმები თავისთავად ცხადი უარყოფენ. სამი მოტივი შეიძლება ქონდეს ძმებს, სამი რა ქვია ალიbi შეიძლება შეიქმნას ძმებმა იმის დასადასტურებლად რომ ისინი მსტოვრები არ არიან. პირველი ისინი არ ბალავენ და ამბობენ პირდაპირ წინაწე ერთი მამიშვილები ვართ ხო მთელი ოჯახი ეს ხო წამოვიდო და რა ქვია იმისათვის სტოვრობისათვის ხო დასაზვერად და მთელი ოჯახი ვიღაცა უნდა იზრდოს შვილებს უნდა ზრდოს ზვერავება სპეციალურად ხო ნუ ეს ერთი ალიbi იქნებოდა რაც გამორიცხული მეორე ალიbi შეიძლება ყოფილიყო ის რომ არც ერთმა მაგათგანმა ეგვიპტურიეთის თარჯიმანის საშუალებით საუბრობენ იოსებთან ისინი და იტყოდნენ რომ რა სწავლობა როგორ შეძლებდნენ ისინი დაზვერვას ქვეყნისას თუ კი უბრალოდ ელემენტარულად ენას ართმობდნენ და ეს არ იქნებოდა მომგებიანი მათი საქმიანობისათვის და მესამე ალიbi რომელიც შეიძლება შეექმნან მათ გახლავთ ის რომ ისინი არავის არ დაუპატიმრებიან იოსებთან არავის არ მიუყვან თავისი ფეხი მივიდა პურის აღებულად ანუ რაღაც არა ლოგიკური ჩანს იოსების ბრალდებაში ძალიან არა ლოგიკურია ეს ბრალდება მაგრამ იოსები აიჩენებს გინდა თუ არა მსტოვრები ხართ და აი ამ თავის აი ამ ბრალდებას არაფრით არ ამართლებს არაფერს არ აკეთებს არაფერს არდებს იმ გვარს რომელმაც შეიძლება ლოგიკურად დაასკვნევინოს მკითხველს ან და ვიღაც ამ მსმენელს რატო უნდა დააბრალო ამ ძვლის სწავლობა მაგრამ იოსები ამას მოითხოვს ძმები დაიწყებენ თავის მართლებას თავისთავად ცხადია იოსები მათ არ მოусმენს და ჩაყრეს ყველას ციხეში მეგობრებო, აი ეს მინდა წერილი, აი ახლა უნდა დავიწყო სწორედ საუბარი, ხა როგორ არის იცით მე ცოტა მიჭის ხომ ამის გამოცემა, ამიტომ გადავა რა სისტემით ხომაზე და თქვენ მე ბიბლიასაც წაიკითხავთ, ნახავთ ეს როგორ არის გაფანტული სხვადასხვა ადგილას. ბიბლიაში როგორ წერია, რომ ჩაყრეს ციხეში
შემდგომ გამოიყვანს 3 დღის მერე, ეტყვის რომ ესე იგი წადითო, ესე იგი ერთი ძმაო, ერთი ძმები ეუბნებიან დაკითხვას რომ 12 ვიყავით, ერთი აღარ აქვს. ნახეთ რა არის საინტერესო. ძმები ეუბნებიან იოსებს, ბრალდებელს, სახელმწიფო ბრალდებელს ეუბნებიან. 12 იყვნენ, ერთი აღარ აქვს. თუ 12 იყვნენ და ერთი აღარ აქვს, 10 როგორ არის? ანუ კიდე ერთი საწავლა. ის ერთი მამასთანაა ამბობენ. ესენი ხო იოსებს ვერ ცნობენ. და ხო შეუძლია თქვენ 12 ვიყავით და 11 ვიყავით. რატო ამბობენ 12 ვიყავით? აი თავისუფლად შეუძლია სულ რა თქვა რომ ერთი ძმა ყავდა და აღარ აყავდა. ვინ არის ეს სულ არიცია? ძალიან არ გაიგოს ახლა ამათმა იოსები რო გაყიდეს. რატო ამბობენ 12 ვიყავით? აი ამას ვიგებ სწორედ შემდეგი თხრობიდან, ოდესაც იაკობი თავის შვილებს ეთქვის, რატომ გაუმხილეთო იმ კაცს რომ მე 12 შვილიც ყავდა? რატო გაუმხილეთო ბენიამინის ყოფობას? და შვილები პასუხობენ ასეთ რაღაცას. არ მოგვეშო ის კაცი სანამ არ გოთქვენა რომ მე 12 ყავდა. ანუ რა გააკეთა იცით იოსებმა? ესე რომ დააპატრი ერთ საკანში კი არ შეკრა. ცალ-ცალკე საკანში ჩაუწვია. რასაც დღეს გამოძიებისთვის აკეთებენ. ხო ერთ საქმეზე დაჭერილები მიცადიან, სხვადასხვა საკანში არიან და შემდგომ ჯვარედინი დაკითხვა მიდის და აი ეს გააკეთა. იოსებს არც არაფერი არ ჭირდება, ამათმა რა უნდა უთხრან 12 იყვნენ. ყველაფერი ძალიან კარგად ის. შესაძლებელია ასეთი რაღაცაც მოხდა, მაგალითად რუბენი გამოიყვანა დაკითხვაზე და უთხრა ერთი მამაშვილი თუ ხართ, აბა რამდენი ძე ყავს მამას და ამას შეიძლება რუბენმა უთხრა 11 ყავს ვინაიდან შემდგომ ჩანს ძმები მალავენ იოსების არსებობას. არ ამბობენ ბაბადე ბენიამინის არსებობას. ძმები არ ამბობენ 12 ვიყავით, ამბობენ 11 ვართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძმები არ ამბობენ იმას, რომ იოსები ისა სული არაპაკება. შესაძლებელია ჯვარედინი დაკითხვისას იოსებმა უთხრა, რატომ შენ სხვარი სულს და შენი ძმა სხვარი სულს ამბობდა. აი თქვენ არ ხართ მართლა ერთი ოჯახის შვილები არ ხართ. მან ბოდიში ისინი არ ამბობდნენ 12 ვიყავით. არ ამბობდნენ. 11 ვიყავით. კი, იმიტომ რომ იაკობი მე ეთქვის რომ რატომ გაუმხილეთო თქვენი ძმის არსებობაო, ძმები ეთქვენ არ მოგვეშოო სანამ არ გათქმევინა. ანუ ჯვარედინი დაკითხვას აწარმოებდა აშკარა და იოსება თქმევინა მარტო ბენიამინის ყოლა და არა იოსების. არა, თავისთავად ხადია, რიცხვი ათქმევინა. ესე იგი 12 ათქმევინა. 12 თუ ათქმევინა 10 რო არ არის, ერთი მამასთანაა. ერთი აღარ აქვს. ანუ ერთი რო აღარ აქვს, -1 გასაგები ხა მიცვალებულს ხარ შემოიყვანა. ის ერთი მართლა 12 რო არის, ანუ იმ 12-ის არსებობა მე 11-ს ჩამოყვანა უნდა და რატო? 11 ძნა უნდა შეკრებოს იოსებმა. სიზმის აღსრულება იწყება 11 წლის შეკრებით. ამიტომ ბენიამინია ჩამოსაყვანა უცილებლად. და ბენიამინი ისო ჩამოიყვანა, მისაც საწულა 12 დასახელდეს რიცხვი. ერთი თუ აღარ აქვს. მაშინ 11 გამოდიან მაინც, ხო? ერთი სადღაც არის, სად არის? ეს არის ის საიდუმლო, რომელიც დამალა იაკობა თავისთან. არ გამოუშვებს ბენიამინს. ამიტომ აი სისტემური თხრობა გვთავაზობს, რომ გამოტეხა იოსებმა ისინი, რომ 12 არიან და ერთია მამასთან. 3 დღის განმავლობაში ყავს ციხეში. აი ეს ძალიან საინტერესოა იოსების პედაგოგიკა რას გულისხმობს. იოსებმა ისეთი რამე დააბრალა, თუ დაუმტკიცდათ ამათ ეს ბრალდება, აუცილებლად მოკლავენ. და ძმებმა ხო იციან რომ მართლები არიან. ძმებმა ხო იციან რომ სტოვრები არ არიან. იუდამ ხო იცის, სიმონმა ხო იცის, ისაქარმა ხო იცის რომ მართლები არიან, სტოვრები არ არიან. ციხეში ხო ტყილაზია. სიკვდილით ხო ტყილა დაჟია. რას აკეთებს იოსები? იოსების პედაგოგია, იოსები ამას კი არ აკეთებს, იოსების პედაგოგია კარას აკეთებს. ძმებმა უნდა გაიგონ რას ნიშნავს სიკვდილის თვალებში ჩახედვა, რას ნიშნავს უსამართლო ციხეში ყოფნა, რას ნიშნავს რომ მართალი ხარ და რაღაცას გაბრალებენ და მაინც არავინ არ გისმის. ეს ტანჯვა უნდა გამოიარო. როგორც თვითონ იოსები გამოიწმინდა ამ ცეცხლში, თვითონაც ეს ტანჯვა უნდა გამოიარო და ამ ტანჯვაში იოსებმა ყველაზე მნიშვნელოვანი რამე უნდა ნახოს, ისვისაც ემზადება საფრთხო განგებულების რეალიზების მსახურებისათვის. ამას მოგვითხრობს სწორედ წმინდა წერილი. პირველ ნაწილში ესე იგი ნათქვამია რომ 3 დღის განმავლობაში არიან ძმები ციხეში და იოსების გადაწყვეტილება ასეთი რომ ერთს გაუშვებს და თუ ის ერთი ჩამოიყვანს იმ ძმას და დაამტკიცებს რომ მართლა 12 იყვნენ, კაიჰა ერთი გარდაცვლილია და ახლა 11 არიან სახეზე, მაშინ დაუჯერებს რომ ისინი უსტოვრები არ ყოფილან. მაგრამ 3 დღის შემდგომ იოსები გადაწყვეტილებას იცვლის და ასეთ რამეს ამბობს. მხოლოდ ერთს დაიტოვებს დანარჩენს, ესე იგი 10 ჩამოვიდნენ, 9-ს გაუშვებს უკან. და ამ 9-მ უნდა ჩამოიყვანოს ის ერთი. 9-მ უნდა ერთმა კი უნდა ჩამოიყვანოს, ესეთი არა, ის მთლიანად უნდა ჩამოვიდნენ. თუ ცალ-ცალკე ჩამოვიდნენ, ამას ან ის ბავშვი უნდა ჩამოიყვანოს, რომელსაც საუბრობენ, ხმა უпроსოდ ბავშვი უნდა მეთქვა. ხმა უნდა ჩამოიყვანოს, რომელსაც საუბრობენ და ამ შემთხვევაში დაიჯერებს, რომ ისინი არ არიან სტოვრები.
ნახეთ. იოსები იტყვის ასეთ რამეს, ფარაონს ფიცავ. და თქვენ სწორები ხართ. ფარაონს ფიცავ ნიშნავდა მეგობრებო ისეთ რამეს, რომ იოსების ვერდიქტი აპელაციას არ ემსახურებოდა. არ ექვემდებარებოდა არაფერს. რომ ეს იყო იმდენად გადაწყვეტილებითი სიტყვა, რომ ციშვს არ ქონდა უფლება იოსებისათვის შეეთავაზებინა გადაეხედა თავისი გადაწყვეტილება. ძმები აბსოლუტურად მიხვდნენ, რომ ეს მდენად მტკიცე გადაწყვეტილება იყო, რომ ერთადერთი რამ დარჩენოდათ. წასულიყვნენ უკან და ჩამოეყვანათ ბენიამინი, მაგრამ წასულიყვნენ არა 10, არამედ 9. სიმონი თავისთან რჩება, იოსებთან რჩება სიმონი. წმინდა წერილში ნათქვამია, სიმონსო ძმების თვალწინ დაადო ბორკილებიო. ანუ დაანახა ძმებს რამ ძიმე სიტუაციაში დაეტოვებდა სიმონს და გაუშვა ძმები თავის გზაზე. იუდაური გარდამოსვლა გვეუბნება, ძმების დასანახავად გააკეთა ეს იოსება თორე ძმები რო წავიდნენ, მერე სიმონს ბორკილები ახსნა და საკმაოდ დიდ პატივში ყავდა როგორც პატიმარიო. იოსების ბრძანებით ძმებს თავიანთ ახლა წარმოიდგინეთ მეგობრებო ასეთ რაღაცა ხორბალი მიაქვთ უკან ახლა ერთი ტომარა ხორბლის უწყვალებია ჩამოსულები ხო უნდა წაიღონ ძალიან დიდი რაოდენობის ხორბალი უნდა იყოს ძალიან დიდი ხანი იქ აი ჩვენ ვნახავთ გზაზე გახსნიან და ხორბალს აი ამ იმას ზიმინდა წამოღებულ იმას სახედარს დაუკვირან ანუ სახედრისთვის დასაყრელდას კი რო ემეტებოდეთ იმდენი უნდა წაიღონ ეგვიპტიდან ხორბალი ძალიან დიდი პროდუქტებით მიდიან უკან ძალიან დიდი ქარავანი მიდის უკან და იოსები ბრძანებს თავის სახლის მოურავს უბრძანებს რომ წავიდეს და ყველას თავისი ვერცხლით თავის ტომარაში ჩაუდოს ანუ ბევრი ტომარა აქვს და ერთ-ერთ ტომარაში უნდა ჩაუდოს და არ იფიქროთ ისე რომ ეს ვერცხლები სხვადასხვა ტომარაში გააყრა არა თვითონ ვაშკარანიდაც არის ტომსიკანაც არის ამას თავი მოკრულიც არის ხო ეს ერთი ტომსიკა ერთ ტომარაში იქნა ჩადებული ხო იუდას ტომსიკა იუდას ურემში არსებული ტომრებიდან ერთ-ერთ ტომარაში იქნა ჩადებული და ასე შემდგომ და ასე შემდგომ უკან გამობრუნდებიან ძმები დამწუხრებულები ღამეს ათენებენ და ერთ-ერთი ძმა როგორც იუდაური გარდამოცემა გვეუბნება ლევი გახსნის წმინდა წერილში არ წერია რომ ლევია მაგრამ იუდაური გარდამოცემა გვეუბნება რომ ეს არის ლევი გახსნის აი ტომარას ერთ-ერთ ტომარას და აღმოაჩენს ვერცხლი ძალიან საინტერესოა რატო გახსნა მაინც ის ტომარა რომელიც ტომარაშიც ვერცხლი იყო ტომრების მეტი რა იყო არა მაინც იმას ხსნის რომელიც ვერცხლია აი წმინდა წერილი რაღაცა აი ამ ეპიზოდში ყველა ფეხის დაბიჯე მიგუთითებს რომ ღმერთი მოქმედებს აი ყველა ფეხის დაბიჯე მიგუთითებს რატო გაატანა იოსებმა ვერცხლი ერთ ნაწილს დავინახავთ შემდგომ ამ კითხვაზე პასუხის დაწესს მოვისმენთ ცოტა მოგვიანებით მაგრამ მეორე ნაწილი გახლავთ ის რომელიც ახლა უნდა ვთქვათ სადაც დათქვამია ის რომ იოსები ამ ვერცხლის მოულოდნელი აღმოჩენით ძმებს წინ და წინ უჩვენებს, წინ და წინ მიუთითებს, რომ ისინი დიდი მოულოდნელობებისთვის უნდა იყვნენ მსაბრნე და მათ ცხოვრებაში რაღაცა მალე შეიცვლება და იმ ყველაფრისთვის უნდა იყვნენ მსაბრნე. ჩავლენ უკან და იაკობი დაინახავს საოცარ რამეს. 10 შვილი გაუშვა და 9 ბრუნდება უკან. ერთი კიდე დაკარგა. სიმონი აღარ აქვს. სად არის რომ მოიკითხავს, ძმები მოუყვებიან ყველაფერს რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ძმები მოუყვებიან ყველაფერს და იაკობი მწარე დატირდება. სიმონიც აღარ ამყავს, იოსების დავკარგე. ორი შვილი დაკარგა უკვე იაკობმა. რუბენი მივა მამასთან და ეუბნება, გამატანე ბენიამინი. ჩემი შვილები იყოს ბენიამინის წინ, ცოცხალს და უნებელს შემოგიყვა. და იაკობი ყველაფერს დათანხმდა, მაგრამ ბენიამინს არ გაუშვებს ეს გამორიცხული. სიმონის მოკლავ თუ ბენიამინს არ ჩაიუღეს. გაწინა სიმონი, კი. სიმონი აღარ აკავს, დაიწინა სიმონი, ბენიამინს არ გაუშვებს ეს გამორიცხული. ეს მისია. მისი ბოლო იმედია. ახლა ამაზრდის, როგორც იოსები უნდა გაეზარდა ბენიამინისთვისაც ერთი ხალათი აქვს მას ავარაუდოდ შემონახული. კატეგორიულ უარსამობს. რუბენის, აი ნეტარ თეოდორიძე ამბობს, რუბენის არანაირი სიტყვის ავტორიტეტული არ იყო იაკობისათვის ალბათ მან არ იცოდა ის რომ რუბენს რაღვაწლი ჰქონდა იოსებთან დაკავშირებით. შიმშილობა გაძლიერდა ძალიან დამძიმდა სიტუაცია და უკვე იუდა გამოდის სარბიელზე და ეს ძალიან სიმპტომატურია მეგობრებო. იუდა მამამთავარი, რომელიც ყურადღების ცენტრში მოექცევა, მალე წმინდა წერილს ყურადღების ცენტრში მოექცევა და უმნიშვნელოვანესი პიროვნება იქნება და მისი ტომიც უმნიშვნელოვანესი ტომი იქნება თავარი საფიქრალი და საზღუნავი და სათხრობი წმინდა წერილისათვის, ვინაიდან აქედან უნდა მოვიდეს სწორედ მესია, აი აქ ძალიან აქტიურად იწყებს მოქმედებას და აქედან ის ძალიან საინტერესო პერსონა ხდება.
იუდა მივა იაკობთან დაეუბნება გაატანოს ყმა ბენიამინი გაატანოს მას ბავშვი უთექცევიან ამ კაცს დასუშულებული კაცია და რაღაცა დამოუკიდებელ ცხოვრებას მაგრამ ძალიან დიდი პასუხისმგებლობას იღებენ აი ბენიამინთან დაკავშირებით და როდესაც იუდა მივა იაკობთან დაეუბნება რომ გაატანოს ეს ყმა ამბობს რომ მისი სიცოცხლის წილი იქნება ბენიამინი ჩაბარებული მთელი ცხოვრება მოკითხოს იაკობმა იუდას თუ ბენიამინს აი ერთი ღერით მაინც დაუვარდება როგორც გაატანს ისე ჩამოიყვანს აქამდე რო გაგეყოლებინა ორჯერ ვიქნებოდი ჩამოსულები ეს ტერმინი მიგვითითებს რომ იაკობს სანამ აი ძალიან არ გაუჭირდა აი მართლა აი ვაპანზე სანამ არა წასასვლელი ბენიამინის გავშებაზეც არც ვფიქრობ და ჩვენ გვაქვს ერთი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ ძმები ყოველ დღე ახსენებდნენ მამას სიმონს რომელიც იქ ეგვიპტეში საფრობილეში იყო დატოვებული და ამით ურთულებდნენ და უძლიერებდნენ უმძიმებდნენ იმ სიტუაციას სადაც ძიმე იყო იაკობის ოჯახში და ცოლშვილსაც ხშირად ანახებდნენ რომ გამწარებული ცოლშვილის ნახვაზე იაკობი წასული იყო ამ ნაბიჯზე და ბენიამინის გაეშვა და ბენიამინის გაეწირა საბოლოოდ იაკობი იღებს გადაწყვეტილებას შვილებს დაუძახებს თავიდან და ეს იუდას სიტყვას ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს ვერ გეუბნებით კაციშვილმა არ იცის იუდა რატო არის ასეთი ავტორიტეტული რატო გახდა ასეთი ავტორიტეტული იაკობისათვის იუდასთან დაკავშირებით ერთადერთი რაც ვიცით რაც გამოუტოვეთ და გილაპარაკია და ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე ანუ ჩვენი სალექციო უბრალოდ შესაქმის ბოლო წიგნად ეს 38 თავია მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ბოლო თავად გადავითანეთ ეს და მე განვიხილავთ იუდასთან დაკავშირებით ერთადერთი რაც ვიცით მეგობრებო გახლავთ ის რომ ლიასგან ყავდა შეძენილი და იოსების ამბების შემდგომ გამოიყო თავის და სხვაგან დასახდა მეტი ამ კაცის შესახებ არაფერი ოდიში ანუ შობადობის დედი შობადობის მარტო ბენიამინია რაკელისგან მარტო რაკელისგან მარტო ბენიამინი იოსებისგან იოსებ ბენიამინი 10 ლიასგან არა 10 არა ლიასგან 5-ია და შემდგომ 2 არის უბრალოდ 4-ია და 2 არის იმისგან რა ქვია ბილხასა და ზილფასგან ანუ ლიასა და რაკელის ხებლებისგან ისე ასულებით საყოველთანა C12 ასია განაწილებული 2 არის რაკელისაგან ოდიში კიდევ ერთხელ დავემახსოვრებ მარტო 2 რაკელისაგან 2 რაკელისაგან 2 ბილხასაგან 2 ზილფასაგან ესე იგი ეს არის 6 და 6 შვილი გამოვიდა იმისაგან ლიასაგან და იუდა ლიასი სიმონი რუბენი სიმონი ლევი იუდა ეს ლიასაგან არის ეს პირველი 4 შვილი იმისგან არის ეს რა ქვია ხო რომელიც არ უყვარდა ხო ლია უყვარდა ხო უყვარდეს ზაქელ და აი სწორედ საქმეც ეს აი ამ ადგილას არის ძალიან საინტერესო მოდი ბენიამინს რო უშვებს რა ხდება ისეთ ეუბნება რომ წადითო და ეს ვერცხლიც უკან წაიღეთო რაც გამოყვათო რაღაც გაუგებრობა არისო და ორმაგად წაიგეთო ვერცხლი ახალი პოლის საყიდოთ ანუ უფრო დიდი თანხა ანუ იგივე უფრო ძვირად იყიდეთო ამ ქვეყნის დაყოფებით წაუღეთ იმ კაცს და დასახელებული იყო ეს დაყოფები იქ მუშია შტახსია რაღაცა თუ კი გადაწყვეტილია ღმერთს უშილოდ უნდა დავრჩი და ასე გამწარებული იყო დავრჩე უშილოდ და გამწარებული ჩავიდე შავში და ბენიამინს გაუშვებს ბენიამინი იყო ბოლო მეტი რაკელის საქმე ის რა ესე თითქოს და თუ არავინ აღარ უნდა ყავდეს რაკელი აღარ ყავს რაკელისგან იოსები ყავდა იოსები აღარ ყავდა ესე იგი რაკელისგან მე აღარავინ აღარ უნდა შემჭეს თუ ასია გადაწყვეტილი რომ ჩემი გამწარება იყო გამწარებული და წაიყვანე ბენიამინი ამაზე გამწარებულ ამაზე ძიმე მდგომარეობაში ერთ-ერთი მამა ამბობს ამასეთ ამაზე დაღლილი იაკობ ჩვენ ვერ ნახავთ საოცრად არის აი პიკია აი პიქსია ეს კაცი მისული იმდენად თავისი გაჭირვების თავის გამწარების პიქსია მისული ძალიან დიდი მოღვაწე იყო იაკობი ძალიან დიდი წავლენ ძმები ისე დაცარიელდა იაკობის ოჯახი როგორც თავის დროზე აბრაამის ოჯახი დაცარიელდა როდესაც ახმის ზედა აღყავდა მორიას თვალზე დასაკლავად როგორც მაშინ აღარაფერი დარჩა აბრაამის ოჯახში ახლა აღარაფერი აღარ დარჩა იაკობის ოჯახში ცარიელია ეს ყველაფერი და ჩვენ წმინდა წერილი საოცარ ამას გვეუბნება წმინდა წერილი გვეუბნება რომ ეს არის არა ის სიცარიელე რომელიც სიცარიელე წარმოშობილია რაღაცა ქარაფშუტობით არამედ ეს არის ღმერთისათვის დაცარიელება ეს არის ღვთისმსახურებისათვის დაცარიელება და ეს დაცარიელება არის სწორედ ის წინაპირობა და ის აუცილებელი პირობა რომელსაც ენით უთქმელი სისავსე მოაქვს ოჯახში საზოგადოებაში სოციუმში ქვეყანაში ცივილიზაციაში
ღმერთისათვის თავის დაცარიელება და ჩემი ცივილიზაციის, ჩემი კულტურის ისტორია ეს არის. ასე ვცარიელდებოდი სულ, ასე თითქმის აღარ ვიყავი სულ, ოღონდაც ის თავარი არ დამეთმო. თავარი, რასაც ქრისტე ქვია. და როდესაც ბოლომდე დავცარიელდებოდი ქრისტესათვის ბოლომდე ვივსებოდი მე ისევ ქრისტესაგან. ესა თქვა ილია მართალმა, რომ მისთვის ვეცვით ჯვარს და ის ჩვენთვის ეცვა ჯვარს და ჩვენ მისთვის ვეცვით ჯვარს. ეს ამიტომ თქვი მე ჩემი ლექსიის ამ ნაწილში, პირველ ნაწილში, როცა ვლაპარაკობდი, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ კულტურაზე, იმ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენ შევხვდით, ამ მემკვიდრეობაზე, ამ კულტურას შესაბამისი ღირებულებებით უნდა დახვედრა და არა ვთქვათ რაღაცა ეს ღირებულებები სამუზეო ექსპონატად თუ იქცა, მაშინ უბრალოდ გაქრობის მეტი არაფერი გვიწერია, ამიტომ ეს დაცარიელება ღმერთისათვის არის აუცილებელი წინაპირობა იმისათვის, რომ გაივსო და გაძლიერდე. კი, გასაგებია დღეს, ცოტა ახლა არ მინდა სიტყვა გამიგზელდეს, მაგრამ შეიძლება დღეს ბევრი რამე დასაცინია, ბევრი რამე საკილიკოა, მაგრამ ხშირად ვეუბნები ხოლმე იმას, ვისაც ეს ეხება, ან და ვისაც ამ მოისმენს, რომ უბედნიერესი იყავით, მაშინ როცა დაგცინიან ამის გულისათვის. ძალიან კარგია, მხიარულები იყავით ამისათვის, ნუ შეგწყვებათ იმისათვის, რომ ქრისტიანული ღირებულებებისათვის დაგცინოთ. არ შეგწყვეთ, უბედნიერესი წუთებია ეს ცხოვრებაში და ასეთი ბედნიერები იყავით, ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომენტი. დაცარიელდა იაკობის ოჯახი. და ეს სიცარიელე გახლავთ ახალი ამბის დასაწყისი, რომელიც წმინდა წერილში ასია გადმოცემული. ჩავლენ ძმები ბენიამინთან ერთად ყველაზე უდარდელი ალბათ აი ამ იმაში რა ქვია მოგზაურობაში ბენიამინი უნდა ყოფილიყო. უდარდელი ბჭყალებში თავისთავად ცხადია, მაგრამ მე ვამბობ ყველაზე ნაკლები პასუხისგებლობა, ყველაზე ნაკლები მოვალეობა მას აქვს აი ამ დელეგაციაში, სწორედ როცა ჩავლენ ძმები თავისთავად ცხადია იციან უკვე რომ ქალაქში მივიდნენ, იციან უკვე ვისთან მივიდნენ, სად უნდა მივიდნენ და იოსებას შორიდან დაინახა თავისი ძმა, თავისი ბენიამინი. რომელთან ერთადაც ბავშვობაა გატარებული, რომელთან ერთადაც თამაშობდა ალბათ, რომელთან ერთადაც მამას ეხუტებოდა, რომელიც ასი აქვს იოსებს მონატრებული. დაინახა და მიხვდა მთავარ რამეს. 11 წლის შეკრების დრო დაიწყო. და მთავარი ძალიან მნიშვნელოვანი რამისათვის ემზადება იოსები. და ბრძანებას გასცემს. წამოიყვანონ ძმები თავიანთთან სასახლეში და შუადღის სადილი იქ უნდა მიირთო. მაგრამ ეს ბრძანება ძმების გასაგებად არ არის გაცემული. ეს ბრძანება იოსებმა მისა თავის სახლის მოუღრავს, რომელსაც ძალიან ენდობა. ძალიან ერთგულია ეს კაცი იოსების, ძალიან ერთგულია. დაახლოებით ისევე ერთგულია, როგორი ერთგულიც იყო ელიაზარი აბრაამისათვის. არ ჩერდება ეს სამამამთავრო ისტორია, მეორდება ერთი და იგივე რამეზე გველაპარაკება. წავა სასახლის მოურავი, პროსტორეთ იოსების სახლის მოურავი და ძმებს წაიყვანს სახლისაკენ, იოსების სასახლისაკენ. სავარაუდოდ ეს მიპატიჟება არ იყო ესეთი, როგორ გითხრათ, ესეთი რაღაცა გულთბილი და რაღაცა ეტიკეტის დაცვით. სავარაუდოდ კაცრად მოუხმო ამ სახლის მოურავმა ძმებს და კაცად მიუთითა, რომ წავიდნენ იოსების სახლისაკენ. და ერთადერთი განცდა, რაც იოსების ძმებს დაემართათ ამ შემთხვევაში და დაეუფლათ ამ შემთხვევაში იყო რა? ახალი ბრალდება. იცოდნენ ეგვიპტელებმა, რომ ჩვენ შეიძლება გამართლებულიყავით ბენიამინი ჩამოყვანით და სპეციალურად ჩაგვიდეს ის ვერცხლი იმაში ტომრებში, რომ თუ სწორობას ვერ დაგვაბრალონ, მაშინ ქურდობა დაგვაბრალონ და აი ახლა ამ ვერცხლის გულისთვის გვაპატიმრებენ და დაიწყეს ყვირილი. ჩაბოტანილი გვაქვს ეს ვერცხლი. ანუ უნდა აი თელი აი თლიანად მართლები უნდა იყვნენ, აი თავიანთი ყველა ფეხის ნაბიჯი უნდა აკონტროლონ. არცაც შეცდომა, ერთი შეცდომა შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ მათ, ისევე როგორც ერთის ზედმეტი მოძრაობა შეიძლება სიცოცხლის ფასად დაჯდებოდა იოსებს, მაშინ როდესაც ის ჯურღმულში იყო ჩაგდებული და 1000 შხამიანი არსება უახლოვდებოდა მას. ყოველ ფეხის ნაბიჯზე სიკვდილთან უნდა ქონდეთ ურთიერთობა. ყოველ ფეხის ნაბიჯზე სიკვდილი უნდა ახსოვდეს. ერთი შეცდომა სიცოცხლეს შეიძლება დაუჯდეთ. და აი იმდენად მართლები უნდა იყვნენ, რომ აი ბოლომდე თუ მოკვდებიან მართლებად უნდა მოკვდნენ. და ის დაიწყეს ყვირილას ვერცხლი მოგიტანეთ და სხვა ვერცხლი საგვაკო ჩამოტანილო საკვირდალად ვარა ვარ ჩამოსულიო ვერცხლი არ ჩამოვიტანეთო სხვა პური რო ვიყიდოთ და ორმაგი რაოდენობის ვერცხლი აქვს ჩამოტანილი. ეს სახლის მოურავი ეუბნება, ნუ გეშინიეთ. თქვენი მამების ღმერთმა მოიტანა ეს ვერცხლი. ვინ მამების ყოძე ლაპარაკობს ეს ვიღაცა ეგვიპტელი.
ვინ მამების ღმერთზე ლაპარაკობს? ერთადერთი შეიძლება აქ იყოს, ერთადერთი რამე შეიძლება თქვა. ეს არის ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა, ღმერთი იაკობისა, რომელსაც ცოტა მოგვიანებით იგივე იაკობი ეთქვეს. ღმერთი ყოვლადწლიერი ელ-შადაი, ამის შესახებ ჩვენ ცოტა მოგვიანებით ამ ტერმინს გავიხსენებთ, როდესაც მოსეზე ვისაუბრებთ და მოსესთან მიღებულ პასუხზე ვისაუბრებთ, როდესაც მოსე შეეკითხება ღმერთს, რა ქვია შენ, რა უთხრა ისრაელიანებს, რომელი ღმერთი მაგზავნის თქვენთან. ძმები მიხვდნენ, რომ აქ ქურდობას არავინ არ აბრალებდა. მით უფრო დამშვიდნენ მაშინ, როდესაც სიმონი გამოუყვანეს მას და შეახვედრეს და რაღაცა არ არის დაძაბული მდგომარეობა ისეთი, რომელსაც ელოდებოდნენ ისინი, მოელოდებოდნენ ისინი ამ ვერცხლის შემთხვევით აღმოჩენის გამო. სადილი დაიწყო და სადილობის წინ იოსები მივა მათთან და თარჯიმნის საშუალებით ეკითხება, ეს არისო ის ყმა? ეს არისო ის ყმა, რომელიც უნდა ჩამოგეყვანათ და კი უთხრას, რომ ეს არის ის ყმა. და იოსებმა შეხედა ბენიამინს. 13 წელი არ უნახავს. და ვერ მოითმინა და გავიდა და ატირდა. 13 წლის განმავლობაში ეს 13 წელი ელოდებოდა, 13 წელი ენატრებოდა. 13 წელი შეიძლება სიტყვის დაძრასაც კი ცრემლები მოსდიოდა, თავის სიტყვის დაძრაზეც კი ცრემლები მოდიოდა და ნახა ახლა პირისპირ უყურებს და ვერ მოითმის გამოდატირდება. შემოვა, ტრაპეზი დაიწყება, ტრაპეზი ძალიან ხო, პაპატია და დალოცავს. ბენიამინს და ეთქვეს, უფალმა შეგიწყანენ შენ შვილო, უფალმა დაგლოცოსო შენ შვილო, რასაც გადაუთარგმნიან თარჯიმანები და წმინდა ეფრემასული ამბობს, აი ეს ლოცვა რომ მოისმინეს, ოცნებდა, აქ კი მიხვდენო, რომ ყველა პრობლემა ზოგს უკან იყო მოქცეული. იმდენად თბილად დალოცაო იოსებმა ბენიამინი. ლოცავს ეგვიპტურ ენაზე თავის დავაწყდა. ტრაპეზი ძალიან საინტერესოდ იმართება. 3 სუფრაა გაშლილი. 1 იოსებისთვის, 1 ეგვიპტელებისთვის, 1 ძმებისათვის. მიზეზი პირდაპირ არის წმინდა წერილში დაწერილი. სისაძაგლია ეგვიპტელისათვის მწყემსთან ერთად ტრაპეზის გაზიარება. ჰეროდოტე ზოგადად გვაუწყევს შენ იმას, რომ რა ქვია იმას ეგვიპტელი ზოგადად არ კატრულობდა სხვასთან საჭმლის ჭამას. და ზოგადად ეგვიპტური სიამაყე ცნობილია. ბიზანტიის იმპერიაშიც კი ალექსანდრიელი არის ამაყი. ალექსანდრიელი არის ამაყი, იმით რომ სიტყვაზე ვთქვათ, აი რითი შეუძლია იცით ეგვიპტელს სიამაყოს. ბიზანტიაში თუ კი იყო საჟელი, სიტყვაზე ვთქვათ რაღაცა დანაშაულისათვის 20 საზეპელი. 20 იყო ალექსანდრიაში და 20 იყო ანტიოქიაში და 20 იყო ეს გალიაში, სიტყვაზე ვთქვათ, მაგრამ ისო ჩვენო ისეთი ჯოხები ბამუკისებად გვიტყავენო და ნაკლებად ვთქვი, აი მიცაც ნაკლებად ვთქვინოებითაც კი ამაყო ეგვიპტური ბამუკი უფრო ნაკლებად ვთქვინოულია ვიდრე ის საზეპელი, რომელიც საზეპელსაც სხვაგან გამოიყენებენ, აი ძალიან ამაყები იყვნენ და ძალიან ეს ეგვიპტეს ყოველთვის ჰქონდა. მაგრამ აქ სულ სხვა მიზეზს ახსახელებს, წმინდა წერილი ამბობს, რომ წყემსებთან ერთად ტრაპეზია სისაძაგლე ეგვიპტელებისათვის და მართლაც ჩვენ გვაქვს ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან აი ოსირისისა და აპისის ღვთაებები რაც იყო, იმას საკლავად გამოიყენებდნენ წყემსები, ამიტომ რასაც თაყვანსებდნენ ეგვიპტელები, იმას ჭამდნენ ეს სემიტური მოდგმის წყემსები, ამიტომ აი სისაძაგლე და ეს რელიგიური ღირებულებითი შეუწყნარებლობა არსებობდა მათ შორის. ამიტომ იოსებმა ახლა რომ გაშალოს სუფრა ისე და მათთან ერთად დაждდეს თავს გაყიდის ელემენტარულად, ამიტომ აი სუფრა ეგვიპტური წესით მოეწყო და ცალკე ცხედანძმები, ცალკე ეგვიპტელები და ცალკე თვითონ იოსები. რაცნები როგორც ხედან. უფროს უმცროსობის და პირისპირ. ანუ აგზის უფროსი რუბენის წინსის შემდგომი ვინც არის. ეს არის სიმონი. რუბენის გვერდით, ანუ ჯვარედინად, სიმონის ჯვარედინად ძის სიმონის მერე ვინც არის ლევის წინსის იუდა. აი ეს უფროს უმცროსი შემდეგი უფროსი შემდეგ, აი ეს ის ხედან უფროს უმცროსი. ბოლოს ის ერთი. ბენიამინი. იმის წინ არავინ არ არის. ცნება ეს ასე დასვენებდნენ, ესე თვალებში უნდა უყურებდნენ ერთმანეთს, ახლა რაღაცა მოხდება. თვალებში უნდა უყურებდნენ ეს დამნაშავეები ერთმანეთს. ეს ისინი არიან. იოსების ყვირილი რო ესმოდათ, იოსენის ჩხავილი რო ესმოდათ და ისხენ და საჭმელს ჭამდნენ და საჭმელს მადა არ დაკარგვიათ.
აბა კიდე ერთხელ დასდეთ ტრაპეზთან და კიდე ერთხელ თვალებში ჩახედონ ერთმანეთს. ერთადერთი მის თვალებში არავისთვის არ აქვს ჩასახედი, ეს არის ბენიამინი. ბენიამინის ის ცალკე მის წინ არავინ არ არის. ერთი ადგილი არაბუნებრივად არის დარჩენილი. ეს ერთი ადგილი სიცარიელებს რომ რაღაცა უნდა გაახსენოს. ამ ტრაპეზზე იოსები ერთ ასეთ რამეს გააკეთებს. ძმებს თავისი ტაბლიდან უგზავნის საჭმელებს, მაგრამ ბენიამინს ხუთჯერ მეცუხსავნის. ეს ტრაპეზი კარგად ხანს მიმდინარეობდა, ეს არ არის უცებ გულდუპაში ჭამდა გაიხსნა, ჩვეულებრივი ოფიციალური სადგურია და კარგად ხანი მიდიოდა, მაგრამ აი განსაკუთრებით ხუთჯერ მეტი პატივი აქვს ბენიამინს. იოსები აკვირდება ძალიან საინტერესო რამეს. ეს ყველაზე უცოსი ძმა ყველაზე ნაკლებ რამე ღვაწლით როა და რა ქვია დატვირთული მთელ ამ ორ მოგზაურობაში. ყველაზე დიდი პატივი რო ხდება მას. ძმები აი ამაზე როგორ რეაგირებას გააკეთებენ და იოსები აკვირდება და საოცარ რამეს ხედავს. ხედავს ასეთ რამეს. ხედავს რომ არც ერთ მათგანს ჭამისმა და არ დაკარგვია, არც ერთ მათგანს ხასიათი არ გაფუჭებია, იმით რომ ბენიამინი ხუთჯერ უფრო პატივდებულია ვიდრე ისი. არავის ქვეგამხედვარი არ გამხდათ, შურით არ ახსენა იმის გამო, რომ ბენიამინს სულიად დაუმსახურებლად ხუთჯერ დიდი პატივი ხდება აი ამ დიდი იმის თანამდებობის პირისაგან, ეგვიპტელი თანამდებობის პირისაგან. ამას აკვირდება იოსები, აი აქეთკენ მოდის და 11 ძნა შეიკრა და მათ თაყვანისის ახლა დეტალები აღარ გითხარით, უბრალოდ თხრობა არ დავამძიმეთ, რომ იქ მამას მოიკითხავს და იქ ამ იმას რა ქვია, აი ამ იმას პროტოკოლის ამ ნორმებს დაიცავს ყველაფერს და ისინი პასუხობენ, ძმები პასუხობენ, რომ მამამ მშვიდობით არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თავარი არის იოსებისათვის რა, რომ თაყვანისცემა 11 ძნის ამოხდა. აი ახლა ეს 11 ძმა ცოტა შეთხნენ. და თვალებსაც კი არ აქვს ბენიამინზე, შექმნილი იმას არ ნიშნავს, პირში ენასვენ ატრიალებენ, მაგრამ ნიშნავს იმას, რომ ყოველ შემთხვევაში ემოციის შეკავება ნაკლებად შესაძლებელი აქვს, უფრო მეტად ემოციური ხდება ამბობს ადამიანი, მაგრამ ბენიამინზე ბოღმა და შურს არავინ არ ატეხებს და იოსები მივიდა დასვენამდე. ძმები გაზრდილან. ძმები სხვანაირი არიან. ისრაელი იკრიბება და იოსები ახლა ხედავს, რას ნიშნავს თურმე რატომ ჯერ 11 ძნა და შემდგომ 11 ვარსკვლავი და მზედამთვარე. ჯერ 11 ძნას ერთად შემოკრება რას ნიშნავს? ნედა ეს 11 ძნა ერთად შემოკრებილია იოსებთან, ანუ 12-ივე ერთად არის. 12-ის ერთობა თუ შედგა, როგორ შეიძლება 12-ის ერთობა შედგეს? რა უნდა გქონდეთ მათ ერთი? როგორ შეიძლება 12 კაცი შეთანხმდეს, თუ მათ არ ეკნათ ერთი საერთო რა? ერთი საერთო ღირებულება. ერთი საერთო საზომი. ერთი საერთო ფასეულობა. და იოსები ხედავს რომ ძმებს, რომელსაც შეუძლიათ ერთად შურის გარეშე, აი ასეთი უპირატესობის მიუხედავად თანხმობით გააგრძელონ ტრაპეზი და არ გამოხატონ არანაირი წყენა, ესე იგი მათ აქვთ რაღაცა ერთი ისეთი, რომელზეც ფიქრი აქვთ დაწყებული. აი ხა რა არის ეს ერთი ისეთი? აი ეს აქ იოსებს გასაგების სწორად. ტრაპეზი დასრულდება, იოსები მათ გაისტუმრებს, მოკითხვას დააბარებს მამასთან და თავის მოურავს კიდევ ერთ ბრძანებას მისცემს. აი ეს ყველაზე მხიარული რო იყო სუფრაზე. განცალკევებით რო იჯდა და ხუთჯერ დიდ პატივში იყო. აი იმის ტომარაში მეცხრე უკან დააბრუნე, მაგრამ იმის ტომარაში იოსების სამკითხაო თასიც უნდა ჩადონ. იოსები როგორც ქურუმი თავის სამკითხაო თასი აქვს, მაგრამ ფარაონი გასცემდა ბრძანებას ქურუმთებისათვის, რომ რაღაცა რჩევა მიეცა და ემკითხავათ. იოსები ვალდებული იყო ემკითხავა და ის რა ქვია ფარაონისათვის პასუხი ეთქვა. თავისავად ხადია დანიშნავს იმას, რომ იოსები ემკითხაობდა, უბრალოდ რეგალია ჰქონდა თასით, თორე იოსებს სამკითხაო არაფერი ჰქონდა, უშუალოდ ღვთისაგან ჰქონდა მას უწყებები მიღებული და ეს უბრალოდ რეგალია იყო და არა მოხმარებისაგან იოსებისათვის, მაგრამ აი ამ თასის იოსების ტომარაში ჩაგდებას ბრძანებს იოსები. ბენიამინის ტომარაში ჩაგდებას ბრძანებს იოსები. რატო? ამ თასის ხელყოფა მეგობრებო სახელმწიფო გადატრიალების ტოლფას დანაშაულად მიიჩნეოდა. ვინაიდან ქურუმს ეკარგებოდა საშუალება, ქურუმს ეკარგებოდა ძალები იმისათვის, რომ ემკითხავა სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფარაონის ბრძანება შეესრულებოდა. ამიტომ ამ თასის ხელყოფა ეს ძალიან მძიმე დანაშაულად მიითვლებოდა. დანაშაულად, რომლის საქმეა წილ, ასევე სიკვდილი იყო გათვალისწინებული. იოსები გაუშვებს
თავის ძმებს მიდიან ძმები და ქალაქიდან გასulis ახალ გასულებს დაედევნება იოსები ბრძანებითვე პოლიციური რაზმები, რომელსაც მეთაურობს იოსების აი ეს სახლის მოურავი და ასეთ რამეს ეთქვის გაჩენებულ ძმებს. რატო უბოროტებთ ჩემ ბატონს? სიკეთის წილ ასეთი ბოროტება რატო გადაუხადეთ? რატო მოპარეთ თასი, რომელიც მას ეკუთვნება? და ძმები ამბობენ, არ მოპა ესენი ყურადღება მიეცეს, ესენი ცოტა ალკოგოლის ქვეშ ყოფი ძმები არიან. და ეუბნებიან, რომ არაფერი მსგავსი არ გაუკეთებიათ მათ. ამას როგორ გაბედავდნენ? და უცებ ახსენდებათ, რომ მაინც და მაინც ვერ იქნებიან დარწმუნებულები ყველაფერში. ეს დარწმუნებული იყვნენ, რომ იმ აქვია თავიანთ ხორბლის ტომრებში ვერცხლი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო, ის აღმოჩნდა. ახლავსო დარწმუნებული იყვნენ, მაგრამ რაღაც არ უნდა იყოს, რომ გახსნან და ეს თასი აღმოჩნდეს ადვილია. სხვა გამოსავალი არ აქვს, თავი უნდა იმართლონ. თავი უნდა იმართლონ და იმდენად როგორ გითხრათ, აი გამოუვალ მდგომარეობაში არიან, რომ იტყვიან, რომ მისი სიცოცხლე ამ თასის წინ, რომელთანაც იპოვით აი ამ თასს. და იწყება ჩხლეკა. საინტერესო რა არის მოგიცით. ჩხლეკა იწყება რუბენისგან. ხო შეიძლება დაიწყოს ჩხლეკა რუბენისგან, მერე გადავიდნენ თქვით ყაზე თქვა იუდაზე, მერე გადავიდნენ ისაკარზე და ერთ მეოთხე მეხუთე ჯერზე ხო იციან რომელ ტომარაში იცადებს, არა. იწყება უფროსი წმინდა და ჩადიან უმცროსამდე. ყველა ტომარას გახსნიან. რატო აკეთებენ ამას? რამდენი პიროვნების აი ამ ტომრების გახსნასაც იწყებენ იმდენჯერ სიკვდილს ათავებენ ძმები. 10 ჯერ მოკვდნენ და 10 ჯერ გაცოცხლდნენ. რამდენი ტომარეს, ამდენი ძმებიც გამოიცვალეს, იმდენჯერ კვდებიან და იმდენჯერ ცოცხლებიან და ბოლოს ბენიამინი დარჩა. მე-11 ჯერიღა დარჩა. აი ახლა ან საბოლოოდ გაცოცხლებიან, ან საბოლოოდ მოკვდებიან. და ის სწორედ აი ბენიამინის ტომრის გახსნისას აღმოჩნდება თასი და ბენიამინს დააპატიმრებენ და მოყავთ უკან. თავისთავად ხადია ბენიამინია დამნაშავე, ბენიამინი უნდა იყოს დაპატიმრებული. ძმები თავისუფლები არიან. და იოსების საოცარ სურათს დაინახავს, როდესაც ხედავს, რომ პატიმარ ბენიამინს უკან მთელი მისი ყველა მისი ძმა მოყვება. მეორენაირად მინდა დავსვა კითხვა. ბენიამინს უკან ყველა მისი ძმა მოყვება, ანუ ვინ გამოყვა ბენიამინს უკან? ამ ერთობას ერთად რა ქვია? ისრაელი. აბსოლუტურად გეთანხმებით. იოსები ხედავს საოცარ რამეს. იოსები ხედავს, რომ ისრაელი შედგა. ისრაელის ოჯახი შედგა. მამამისის 12 შვილიდან 12-ვე მამამთავარი შეიძლება იყოს ისრაელის, რადგან არ გაბედავენ და არ თმობენ იმ ერთობას, რა ერთობაც შეიძლება ბენიამინის ბენიამინის დანაშაულს გადააყოლოს კიდევაც აი მათი სიცოცხლე. არ დატოვებენ ბენიამინს აქ. ეს ისინი არიან, რომლებაც პირველივე ვიზიტის დროს რუბენის პირით ხმამაღლა განაცხადეს, რაც გვემართება იოსების გამო გვემართება ეს. ესენი ისინი არიან, რომელსაც იოსები არ დავიწყებიათ. 13 წელი გავიდა, კიდევ უფრო მეტი იოსების აღზევიდან 13, 15 წელი გავიდა, 15-16 წელი გავიდა. ყოველ დღე იოსების გამო ნაცვალგებას ელოდებიან თურმე ძმები. ყოველ დღე ამ ნაცვალგების შიშით იძინებენ და იღვიძებენ და ყოველ დღე ეს შიში მათ ერთობას განაპირობებს. ახლა იოსებს ერთადერთი რამე აქვს დარჩენილი. ეს ერთობა ბოლო-ბოლო რაღირებულებას, აფასეულობას ეფუძნება და კაცად გაუწყდება მათ. და იქ ყველას მაგრად ბენიამინის საერთოდ არაფერს ლაპარაკობს, ყველას მაგრად სიტყვას იღებს იუდა დაიჩოქებს იოსებს და ევედრება. ეს ხმარ ვარ წავიყვანოთ ახლა სახში. იქ საშინელება მოხდება. მამაო, რომელსაც კითხულობდი, მისი ჭაღარა გამწარებული ჩავა შავეთში. ამ ყმისათვის, ამისათვის ცოცხლობს ის და მოუყვება მთელი ისტორიას, ვინ შეიძლება იყოს ბენიამინი იმ კაცისათვის, რომელსაც სულაც არ იცავს ეს ეგვიპტელი მმართველი. ამ მონაცხროში არ სადარჩავს იოსები. მაგრამ იგულისხმება, ყველა სიტყვაში იგულისხმება იოსები, ეს ყრმა იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის აღარ არის ვიღაცა, რომელმაც უკვე გაამწარა იოსები და იაკობი და ურომლისოდაც იაკობი გახარებული ვერ იქნება. და ახლა ეს მეორეს თუ დაკარგა. ასეთ ისრაელს, ასეთ იაკობს ვერ შეხედავენ თვალებში. მირჩენია აქ ვიყო შენთან
სამუდამო პატიმრად ვიყო, ვიდრე მამაჩემს ასე უტიფრად გამწარებულ მამაჩემს უყურებდა თვალებში, ამას ვერ გავბედა, ამას ვერ გავაკეთებ. მე დამიტომე ბენიამინზე, ღვთისმოშიში კაცი ვარ, მე ამბობს იოსები. ამას ვერ ვიზამ. გამნაშავეს დავტოვეთ, თქვენ კი თავისუფლები ხართ, არა. არ უნდა იუდა ამბობს, არ მინდა თავისუფლება. როგორ ფიქრობთ, მეგობრებო? რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანი წავიდეს სიკვდილზე და უარი თქვას თავისუფლებაზე, რა უნდა ქონდეს ასეთ ადამიანს? თავის დაუცადებ. და იოსებმა ნახა, ყველაზე მთავარი ნახა. ბენიამინის სიყვარული კი არ დააბრუნა, ბენიამინის სიყვარულმა კი არ დააბრუნა, ეს მეფე უკან. არა, ბენიამინის ერთგულება ჩანს, მაგრამ ბენიამინისა ერთგულება ნაყოფია რისი მთავარი ღირებულებისა. რა არის მთავარი ღირებულება? ისრაელი ვერ იქნება გამწალებული. მამას ღალატი არ შეიძლება ეს ღმერთი, რომელიც ღმერთით მას ყავს, მამის მორჩილებას გულისხმობს და არა მამასთან უტიფრად ურთიერთობას და მამის ღალატს. ასეთ ისინი ვერ იცხოვრებენ, სიკვდილი უჩერდით. და ამას უყურებს იოსები. უყურებს ეს მთელი სცენაა ბიბლიაში გადმოცემული ძალიან მძაფრად, ამას უყურებს იოსები და ვეღარ მოითმეს. გული დაეწოვა და ხმამაღლა იყვირებს. ყველანი გავიდნენ კარი და ყველა ეგვიპტელს დაეთხოს. ყველა ეგვიპტელს დაეთხოს და მხოლოდ ისრაელი დარჩება ეგვიპტის ამიწაზე ერთმანეთის პირისპირ. გახედავს მათ და ეტყვის. ეს მე ვარ. ვერ მიცანით. თქვენი ძმა ვარ. თქვენი იოსები. მეგობრებო, აი აქ ამახინას წმინდაწერილში წერია, რომ ძმები გახევებულები არიან და გაუცებულები უყურებენ. ამ უცებ ებრაულ ენაზე ამეთხოვლებულ უცხოტომელ ეგვიპტელ საქვია დიდმოხელეს. და სანამ იოსები აზრზე არ მოიყვანს და აზრზე მოიყვანს ასეთ რამე თვითონ მოიზიდავს თავისკენ და ჩაეხუტება ბენიამინს და ყველა ძმა ჩაეხუტება და ყველანი ჩაეხუტებიან და ენით გამოუთქმელი სიხარულით ხარობენ. ეს ისინი არიან წამის წინ სიკვდილს უყურებდნენ თვალებში. პრაქტიკულად ყველა დახოცილი და ყველა მკვდარი იყო. აი ამ სიკვდილის შემდგომ სიხარული ეს არის სწორედ ის, რაც იოსების ღმერთს ახასიათებს. ეს არის ღმერთი, რომელიც თვითონ მოვა, თვითონ მოკვდება და ამ სიკვდილის წინ უდიდეს სიხარულს მისცემს ადამიანს. ყველა ეს წინანიშანი წინაპირობა მამამთავართა ცხოვრებაში აღესრულება. იოსები ჩაეხუტება თავის ძმებს, ბენიამის ეფერება განსაკუთრებით და ეტყვის, რომ წავიდნენ და მამა მოიკითხონ და მამას უთხრა, ცოცხალია იოსები და ჩამოიყვანონ ის ეგვიპტეში. გახარებული ძმები მედიან ქანაანისაკენ და მივარდებიან იაკობთან და ეტყვიან. ცოცხალი ყოფილა შედიშვილი, ცოცხალი ყოფილა იოსები, აღზევებულია ეგვიპტის ტახტზე ფარაონის შემდგომ პირველი კაცია და იაკობი გახევებული უსმენს. მე დარწმუნებული ვარ, მოსე როდესაც ამას წერდა, გაჩერდა და ვეღარ გააგრძელა წერა. რაღაცა უნდა თქვას იაკობზე, რაღაცა უნდა მოუვიდეს იაკობს. ერთადერთი სიტყვა, რაც მოსემ მონახა, აი აქ იაკობის დასახასიათებლად გახლავთ ასეთი სიტყვა. განჭაბუკნაო იაკობი, ანუ გაახალგაზრდაო, გაცოცხლდაო იაკობი. რაღაცა კი ის 130 წლის არის, მაგრამ ის 130 წელი არა, 17 წლის იოსები ცოცხალია მისთვის თურმე, ცოცხალია და ეს ბაცხოლის აღდგომის წინასახია, გახარებული ადგება იაკობი და გადაწყვეტს, რომ იოსების ამ მოწოდებას მოусვინოს და წავიდეს ეგვიპტისაკენ. მეგობრებო, აქ ერთი დეტალია, რომელსაც ვიტყვი და ახლა ამით დავასრულებ თხრობას, აღარ გავაგრძელებ თხრობას თავისთავად, არა უბრალოდ არა ერთ მომენტს მოვყვები და ამ მომენტით დავასრულებ თხრობას და დანარჩენს. ეგვიპტისაკენ მიდის ისრაელი. იაკობი ისრაელი წოდება, იაკობი თავის თორმეტ-შვილთან ერთად მიდის ეგვიპტეში და აქ არის ესეთი მომენტი, მეგობრებო. ნახეთ 70 კაციანი სული ჩავა ეგვიპტეში 70 კაციანი ცოტა მოგვიანებით სეპტუაგინტას ტექსტი დაწეს რომ 75 იყო და ეს 5 სათო დაწეს ამას მოსეზე რო გადავალთ მე ვიტყვით ამას თავი დავანებოთ ახლა აქ სხვა რამეა საინტერესო რა არის ცით აი ამ გზაზე სანამ ეგვიპტეში ჩავა იაკობი გზაზე ეგვიპტეს გზაზე ბერშებაში ნახავს სისხლს გამოცხადებას და ღმერთი ეუბნება იაკობს ასეთ რამეს იაკობ ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად და იქიდან გამოგიყვან სწორედ ძლიერი ხელით
იოსები დაგიხუჭავს თვალებს. მე მინდა ახლა აი რეზიუმირება გავაკეთოთ დღევანდელი თხრობის და ვნახოთ დავსვათ ასეთი კითხვა. მეგობრებო, გახსოვთ თავის ძვზე გითხარით. ყველა გამოცხადებას აქვს რაღაცა კონკრეტული მიზანი. ყველა გამოცხადებაში რაღაცა სიახლეა. რაღაცა სიახლე თუ არა გამოცხადებას, გამოცხადება არა გამორიცხული. რა გაიგო აქ ახალი იაკობმა. და იაკობის ნიშნით არ უნდა გაიგო ახალი მთელი ისრაელს. რა არის ის, რაც ჯერ არავინ არ იცის. ნახეთ, აბრაამთან მიცემული აღთქმა. აბრაამთან მიცემული აღთქმა რა არის? დიახ, ეს არის აბრაამთან მიცემული აღთქმა და არის. დიდ ხალხ გაქცევ. მონადიქნების სხვა ქვეყანაში ძლიერი ხელით გამოგიყვან და ამ მიწაზე დაგასახლე. და ცეცხლად გაიარა დაჭექილ ცხოველებს შორის, ხო? მერე აბრაამი წინათ დაიწვიტავს. დიდ ხალხად გაქცა. ძლიერი ხელით გამოგიყვან. ამ ქვეყანაში დაგასახლე და მონადიქნების სხვა ქვეყანაში სად ხდება ეს ყველა სად უნდა მოხდეს? კაცი რომ უნდა მოხდეს, იციან. 70-ია, უკვე 12 შვილი არსად ბაბამთავარს აყოლია. მაგრამ სად უნდა მოხდეს ეს ყველაფერი? ეს არ იციან. როდიდან უნდა დაიწყოს ეს არავინ რომ უნდა მოხდეს გასაგებია, მაგრამ ნიშნები არ იციან. აი ღმერთი უნდა იყოს. ეგვიპტეში სადაც მიდიხარ. ეგვიპტეში სადაც შიმშილს გადაურჩები. ეს რომელი ქვეყანა? ეს არის მონობის ქვეყანა. ეგვიპტე არის სადაც გაგამრავლებ, ეგვიპტე არის საიდანაც გამოგიყვანს ძლიერი ხელით, ეგვიპტე არის რომელსაც დავჯი და ეგვიპტიდან გამოსულს დაგასახლებ აი ამ მამათა მიწაზე სწორედ. ახალი გამოცხადება აქვს იაკობს. ეგვიპტე არის არა ის, სადაც უნდა გადარჩეს ისრაელი, არამედ ეგვიპტე არის ის, სადაც მონობაში შევა ისრაელი. როდესაც მოხდება იოსების და იაკობის შეხვედრა, ეს ეგვიპტის საზღვრებს მიღმა მოხდება, ყელზე მოეხროვა მამაშვილი ერთმანეთს ჩაეხუტებიან და მოეფერებიან და უკან უნდა დაბრუნდნენ და ფარაონთან მივიდნენ და დაბრუნდა პროტოკოლი ამის შესახებ შემდეგ შეხვედრაზე ვისაუბრებთ. აი აქ ამ ჩახუტებაში ისეთი ამბები, ამ ჩახუტებას ისეთი ამბები მოყვება, რომ აი აქ იაკობს უნდა ეთქვა იოსებისათვის მნიშვნელოვანი რამე. შვილი, ეგვიპტე მონობის სახლია. ეს როგორ განვითარდება და იოსები ამას როგორ გამოიყენებს, ამას ვნახავთ შემდეგ შეხვედრაზე, რითაც ჩვენ შესაქმის წიგნს დავასრულებთ კიდევაც ესე იგი, დავასრულებთ შესაქმის წიგნს, დავასრულებთ ვისაუბრებთ იუდას ისტორიაზე და უკვე ამის შემდეგი შეხვედრიდან მოსეს ეპოქაზე ვთქვით. დღეს ამით დავასრულებთ. მე მისცეს ჩვენს დიდებულ ლექტორს სულიერი გაძლება და თავმდაბლობა აი ამ ნიჩის დატევისა და ამის გამო მე ვერ დავიტევდი ხა ის სუცრამდები მომდიოდა ამ ლექციაზე და მე ესეთი ლექცია ჩამეტარებია ისეთ ალპარტალნობას ჩავარდებოდი რომ დიდი მართლაც გვერდზე მომჩებოდა ერთმა გაგაძლიერა ჩავცრება კითხვები შეიძლება მე მაქვს 4-5 კითხვა მოკლედ დავსვა ხომ არ არის იოსების ბრალდებაში ძმებს პირველ ბრალდებაში სწორები ხარ თქვენ და ამ ქვეყნის სიშიშვლით დასაზვერად ხარ თქვენ მოსულნი შეფარული მეორე აზრი კერძოდ ის რომ ან წინასწარ რომელიმე მამა ამას ხომ არ განგვიმარტავს კერძოდ ის რომ ასეც მოხდა მე ანუ აი მონობაში შესული 4 საუკუნის მერე გამდიდრებული ამ ქვეყნის სიშიშვლის და სისუსტის ცოდნე ხალხი გამოიტანს მთელ თავის დაგროვილ ავლადიდებას და გააუბედურებს ეგვიპტეს. კი ბატონო, იმდროინდელი ფარაონის სიჯიუტით, რომელიც მოსეს არუშვებს, მაგრამ მაინც. და როდესაც ეს ამ პროცესებს ეუბნება, როგორც მამამთავარი თუ წმინდანი თუ როგორც გვინდა თქვა იოსები, ხო? უდიდესი პიროვნება. ხომ არ არის ამაში ორმაგი გზავნილი. ერთი აი ეს ზედაპირული ბრალდება, სცენარი, რომელთაც მოქმედება ვითარდება და მეორე ბევრად უფრო ღრმა, ესეც არის. მოსაგებია რასაც ვთქვი. ერთადერთი რაც ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში მე ნანახი მაგ და მე ვიცი არის ის რომ წინასახეობრივად არის ნანახი რომ
იმას აქვია ქანაანის მიწის დაყოფებს, რომელსაც ზღვის სახით უგზავნის იაკობი იოსებს, არის ის იოსებია, ხო? ეს იყო წინდი იმისა, რასაც უკანვე გამოიტანდა ისრაელიო, მაგრამ ამ ბრალდებაზე არავინ არაფერს არ ამბობს ნამდვილად. თუმცა ძალიან საინტერესო მოდი რა მინდა გთხოვ, იცი, ჩვენ როდესაც გადავალთ იქ და იმ მოსე გამოყავს იქ ჩვენ ვიტყვით, რომ გაძარცვა ისრაელმა ეგვიპტე. აი მასე ვისაუბრეთ გამიხსენებთ მომენტი. ძალიან საინტერესო იქნება ამის დაკავშირება რა. მე შევეცდები შემდეგ ლექციაში. არა, ეს იქნება, არა, ეს 4-5 ლექციის მე ჩვენ სანამ მოსეს ვახსენებთ. ჩვენ სანამ მოსეს ვახსენებთ 1-2 ლექცია დამჭირდება. მეორე კითხვა, ძმების მიერ იოსების ვერცნობა. თქვენ წარმოადგენთ ფიზიკური მიზეზები, ვთქვათ, გურუმთა ყაიდაზე თქვენს გადაპარსვა, გარკვეულ საღებავებსაც იყენებდნენ, კანზე, ეს შეღებილობა, შეიძლება რაღაც სვირინგები იყო, ჩაცმულობა, კანის გააროჯვა, მაგრამ მე შევხვედრილ ვარ კიდევ სხვა განმარტებასაც, რომელიც ეფუძნება ტრადიციული საზოგადოებების მიერ პიროვნების ნაკლებ მნიშვნელობას და აი მეს წარმოჩენის და ავტოპორტრეტის ან თუ გნებავთ სელფის ბევრად ნაკლებად პრაქტიკულად არ არსებობს. ანუ ტრადიციულ საზოგადოებაში ადამიანი არ არის ჭინული წინა პლანზე როგორც მე. ის არის მამა, ის არის შვილი, ის არის ძმა, ოჯახის წევრი, რელიგიის მსახური და ამრიგად არა მარტო აქ ყველაზე ცნობილ შემთხვევაში, არამედ ბევრგან მათ შორის ქრისტიანულ, ადრეულ ქრისტიანულ შუა საუკუნეების, მათ შორის მხატვრულ ლიტერატურაშიც სწორედაც რომ ახალ დრომდე პოზიტივიზმამდე და ინდივიდუალიზმამდე ხდება უამრავი შემთხვევები, როდესაც ადამიანებს ვერცნობენ. და ჩვენ როგორც ხალხი მცხოვრები აი ამ მეს დიდების პერიოდში რაღაცნაირად გაკვირვებულები ვართ ყოველჯერ როგორ ვერიცნეს კაცი. თავისიანი როგორ ვერიცნეს იქ ქალმა ქმარი ვერიცნო და უამრავი შემთხვევა არის. ხომ არ ხდება მამებთან რაღაცას გამოსვლა. თუმცა ძალიან საინტერესო ამ კუთხით ამის დანახვა შემიხედავს რაღაცას. და მამებთან არ არის ეს ნამდვილად ვიცი. ორი შეკითხვა ბუდიში და სამი და დავამთავრებ. მესამე შეკითხვა, როდესაც პირველი ჩასვლის მერე გაუშვებს. და ეტყვის რომ ერთს უშვებ, ერთი ჩაავმიყვანე და მერე 900-ს ვიტოვებ. ხო. ხო, არ თავიდან 900-ს ვიტოვებ, მაგრამ მერე ერთს უშვებ თავიდან. და მერე როცა თქვენ ბრძანეთ რომ შეცვალა აზრი და ერთი დაიტოვო, ხო? ხომ არ არის ეს ვამებს ხო არ აქვს მითითება რომ ეს არის ამ ჯერზე მაინც გამოესარწლეთ ერთ ძმას ყველანი ერთად. აი როგორც მე გამყიდე თავის დროს, ხო? ეხლაც ერთ ძმას ვტოვებ ჭაში. და ნაცვლად იმისა რომ ერთი გამეშვა და ერთი 900-ს გამოსარჩლებოდა, აი ესეთ გამოცდას გიწყობთ, რომ აბა ეხლა კი ეს გადაარჩენთ იოს. კი ასე. სიმონს იტოვებს, იმიტომ რომ სავარაუდოდ სიმონი იყო, მამები წერენ ინიციატორი იოსების იმის. აი მომენტის. ამიტომ ამის საინტერესო და ბოლო მეორე ჯერზე აი წვალების მერე და შიმშილის დაძნელების მერე, როდესაც ბოლოს დაითანხმებს იუდა იაკობს, რომ ბენიამინი გაუშვეს. რატომ არ მინდის იაკობს? იაკობი სათვალებდის. ეს არ არის არსად განმარტება. არა, არის ზოგადად რაღაც ამბავში მამებისთვის ჩვენთვის დაამხსნაური. ესეთი ამბავი მოხდა, შვილი ჩარჩა, თითოეული ჩვენთაგანის ბუნებრივი რეაქცია იქნება, რომ არა თუ იმაზე ვიკამათო, ეხლა ბენიამინი გაუშვა თუ არა. კიდე ბენიამინს დავტოვებთ რა.
სახში. ხო, მაგრამ მე ვერ გავჩერდები. მე რა გამაჩერებს. აი ეს როგორ განმა. ხო და არა, აქ ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, მეც მართლა ვერაფერს ვერ ვიტყვი, რომ ზოგადად მამამთავართა ისტორიაში აი ამ მიწის ამ ადგილის დატოვება ხდება გამოცხადების მიღმა, ხო, აი ესე მარტივად რაღაცა უბედურების გამო, ტანჯვის გამო, და აბრაამი ჩავა შიმშილის გამო, ხო, ეგვიპტეში, ხო? აი იქაც კი მამების ნაწილი მიდრეკილია იმისგან, რადგან გამოცხადების გარეშე ჩავიდა, იმიტომ მოვიდა, ისაც მოვიდა. ძალიან საინტერესო პასუხი გავს რაღაცით აი ამ რატო ვერ იცნეს იოსები მეორე განმარტებას. ჩვენ როგორც თანამედროვე აზროვნების გაცემული თქვა ცივილიზაციის ადამიანები რაღაც ადგილის დატოვებას და სადაც გადაფრენა, გადმოფრენას მივიცნებთ, რა უნდა ხო? და თქვენ ძანებთ, რომ ის გამოცხადების გარეშე არის მიჯაჭულია დანაშაულია, თავისი მიწის მიტოვება. მიჯაჭულია. აი მე თავის დროზე გაგახსოვდა. სოფლიდან თბილისში გადმოსვლა, მიტოვება საქართველოში, ანუ ეს დანაშაულია. არა, მე თავის დროზე გითხარი კიდევაც ლევან აბრაამის შესახებ რო ვიწყებდი საუბარს, სამი რამე უკვირდათ მეთქი აბრაამის ცხოვრებაში და ერთ-ერთი მომენტი იყო აბრაამის მიგრაცია. აბრაამი ისე დგა იმ მომენტში ზოგადად სემიტური ტომების მიგრაცია ცნობილია ჩრდილოეთიდან ჩამოდიან სამხრეთით ზოგადად ცნობილია მაგრამ აბრაამი რაღაც ტომს ნაკაც კი არ მოყვება ერთ-ერთი ის არის ამ პერიოდში მაგრამ აბრაამი ცალკე აი ასე ცალკე ადგე და წახვიდე ასეთი რამე არის იდენტობის შეძენა ხდება მომთაბარეობიდან მიწათმოქმედებაზე გადასვლაში და ყოველ ჯერზე როდესაც უძველესი ხალხები ან მამამთავრები ამას ახდენენ, მე მათი დაძვრა ადგილიდან, ეს დინამიკა, რომელსაც ახლა კორონა გვიგრძელავს, მადლობა. ბევრად უფრო ძნელია რა. ხა ეს არის შენი ტოპოსი იყავ და იხსნები მარტო გამოცხადების. ამ კორონამ შეკვდა ადამიანი. აი დაგვამეცა დიდმა ქვაში რომ სახში ვიყოთ. ძველი ადამიანი არის პატრიარქები განსაკუთრებით. ვიც არიან რაღაცა თვითკმარი ხო. ბევრი არაფერი ესაქმებოდ იმის გარეთ, რაც მათთვის მოცემული გარემო არის. და იაკობის საქციელი სხვა ადგილასაც არის ძალიან უცნაური შვილები, რომლებიც ესეთ რაღაცებს უკეთებენ მას. იქ მის ქალთან დაწვა ერთი იქ მეზობელი დომი მოწყვიტეს აქ შვილი ძულთ ერთ-ერთი და შეიძლება იაკობმა ეს არ იცის მაგრამ დაძაბულობა რო იცის რომ მისი ნების და მისი განწყობის საწინააღმდეგო ძმები ამას სძულობენ მიუხედავად ამისა ზის აი ამ თავის შვილებთან რომლებიც დღენია და გადადიან მის ნებას და მის კურთხევას და გეგმავს ხვალინდელ დღეს მას თითქოს აი ეს ნერგი რომელიც უნდა თავარი ღერძი რაც უნდა იყოს მისი არსებობის და მისი პატრიარქობის თავარი ნაყოფი რაც უნდა იყოს იმას ელოდება და დანარჩენი ყველაფერი არის მეორე ხარისხოვანი და აი ამ თმენაში არის და აი ამ მოლოდინში და ღვთის განგებულების გამოცნობაში ამიტომაც ესეთი იოლი არ არის რომ უცბად მიიღოს გადაწყვეტილება და მოწყდეს ადგილს და იცანცაროს გარემოებებმა ესე იგი შეუცვალონ მას ეს პირველადი კურთხევა რაც მას აქვს ხო აი მე მინდოდა ყარი ხო ყარია და თვითკმარი დიდებულია მე მინდოდა გამოსვა ხაზი მორალური ასპექტისთვის ადგილიდან მოხსნისა რა ჩვენთვის როგორც ავტოქტონი უძველესი ერისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა რა მიატოვო იქ სადაც შენ დაგადგინა უფალმა და შენ მამა და მოიხსნა და გადახვიდე მიზეზის გარეშე არ დანაშაო არაეთიკური საქციელია და ამას ეფუძნება მე ყველაფერი ნომოსიც კანონიც და ყველაფერი შენია ეს ის კი არ ნიშნავს რომ ჩემია და როცა მინდა დავტოვებ და საცა მინდა წავა შენია უნდა უპატრონო რატო წახვედი ესე იგი შენია აღარა და ეს არის ეთიკური ერთ-ერთი საძირკველთა საძირკველი აი მე მგონი მორალური თვალსაზრისით და ჩვენ როგორც ავტოქტონურ ერს ანუ ერს რომელსაც ლამის არქეოლოგიურ დონეზე
მიგვაჩნია და დამტკიცებულიც არის მგონი, რომ არსად არ წავსულვათ ეს, აი შიდა მიგრაციაც კი, ანუ რაჭველების და გურულების მიერ თავთავიანთი მიწების ესე მიხრა მიტოვება აქაო და ისაო მიჭირს და ქართლში ჩამოყარა, ხო? არის საწინდარი იმ უბედურების, რაც ახლა ჩვენ ჭირს, როგორც ეგ მიგრაცია კი არა, ამასთან ჩემთან მოვიდა. ანუ ფორმალურად ბოდიში მე საქართველოს არ ტოვებ, მაგრამ მე მაინც მოღავადრო. კი მე თბილისში დავებადე გავიზარდე, მაგრამ მე მიგდებული მაქვს. ჩემი მშობლიური სოფელი და ის ზედმეტი რაც მიგროვდება არასდროს თითქმის არ ვახმარი იმას, სულ ძივებში და იმაში ვხარდა ბოდიში. მოვიდნენ ჩემთან გოგოჭურები რაღაცა შტო. და თქვენს რომ ჩვენ ჭიჭარულები ვიყავით მე-14 საუკუნეში რაღაცა შეერთხოვ ჩვენ სოფელსო თქვენ წაგვიყვანოს მე გადმოვიდნენ ჭიჭარულები დაგობრუნეს უკან დავეწერეთ რომ ჭიჭარულებად თუ პირიქით როგორც არის მე-14 საუკუნის ამბავს მე ხო და ეხლა ვარ როგორ უნდა დავიბრუნო მასწავლეო სად უნდა მივიდო ხო ის მიგრაცია კი არა იქიდან წესული აი იქვე ერთ სოფელში ცხოვრობდნენ და გვარი მე-14 საუკუნიდან მოყოლებული დარდობს ამაზე რომ ესე როგორ დაემართა ეგეთი რამე რომ ესე იგი ტყეობიდან გამოიხსნეს გოგოჭურებმა და ესე თავის და დაწერეს თავის ძალიან და უნდა დაუბრუნდეს ეხლა იმ ძალიან აი ღვევში აქვს წვერი ღვევი აი აქ დიდგორისკენ რომ მიდიხარ ცხენების ფერმა აი მუშაობს ცხენ მეჯინიბეთ ნიკო ქვია და მომიყვარო მე-15 საუკუნეში მე გუდამაყრელი ვარ და მე-15 საუკუნეშიო რამდენიმე ოჯახი ჩვენი ჩამოსახლდა აქაო და ის ჩემი სამშობლო ის არის და წიგნი მაჩუქა რომელშიც ყველა გუდამაყრის ხეობის სოფელზე აქვს თითო ლექსი დაწერილი და წელიწადში ერთხელ დადისი და რო ჩადიხარ რას გზნობ მეთქი და გული სხვანაირად იწყებს ბაბანსაო და ესე იგი რა სიღრმის სტატიკა ამ ადამიანში რომ 500 წელი დაიბადა, გაიზარდა ღვევში, ვაკეში კი არა და თავი დამნაშავედ მიაჩნია რომ გუდამაყარში არ არის. და ყოველ წელს როგორც მინიმუმ გვარის ეკრებაზე ადის იქ ბოდიში. აი ანა რვაშვილის დედა. მივესალმოთ და კითხვა ქონდა და რაღაცა თქვა უნდა. ანა რა გინდა თქვი? კაიხა Aglobarmets. მე მაინტერესებს თვითონ ეგვიპტურ წყაროებში თუ არის რამე მოხსენიებული მოვლენებზე, რაც გვაქვს საუბარი, ანუ ეს 7 წლიანი შიმშილი, შემდეგ თვითონ ეს დინამიკა 7 წელი და რომელი ფარაონი არის? ფარაონის ლოკალიზებული ყველაფერს წერდა. გასაგები ყველაფერს წერდნენ, გეთახმები, მაგრამ დინასტიების მიხედვით ვერ ვარკვევთ. იყო მეცნიერებაში რამზესის პერიოდია, როდესაც უნდა გამოდიოდეს ისა რა ქვია ისრაელი, მაგრამ თანამედროვე მეცნიერებმა თქვა რომ ფარაონის და დინასტიის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი არეულობის პერიოდია ის პერიოდი, რომელზეც ის მოგვიყვება. მანეთონთან აქვს პირველი სისტემატიზირებული დინასტიური ცხრილები, იქიდან იწყება დინასტიებს, იქიდან მივიკებთ მეტი არ ვიცით არაფერი. და აი ამ ცხრილებით ვერ დგინდება კონკრეტულად ნაწილი ფიქრობს რომ მე-15 დინასტია უნდა იყოს. ასე ფიქრობს რომ არა, მეცნიერების მე-17 დინასტია. ფარაონის ლოკალიზება მაინც ვერ ხერხდება. აი მეორე კითხვა ესეთი და ისა არ დამოუწდეს და აქვე მინდა გითხრათ. მე თავის დროზე გითხრა და გიმეორებ. ორი აქილევსის ქუსლი აქვს ბიბლიურ არქეოლოგიას. ეს არის ნოეს კიდობანი და ეს არის უდაბნო, სადაც არანაირი კვალი არ ჩანს მოგზაურებს. თუმცა ლოგიკურიც არის მაგალითად, იმიტომ რომ ის რაც ეგვიპტურ კოორდინატთა სისტემაში არის მნიშვნელოვანი, როგორც წესი არის მატერიალური. ანუ დიდი მძაფრი ომების შემოსევები და მის აღწერაზე ხდება აქცენტი. ეხლა რომელ ფარაონს რა დონეზე ყავდა, რომელი მოურავი უცხოელი
ვინცღა მონატყოფილი ბიჭი, რომელმაც თავის ძმები ჩამოიყვანა. წელი შიმშილი უნდა დააინტერესოს ხო, თუმცა ეგ ციკლური მოვლენები საკმაოდ ხშირად ხდება. მაგრამ არის ერთი მომენტი, ჩვენ მოსაზრო გადავალთ ვისაუბრებთ იქ, რომ აი დინასტიური გადატრიალებების, რომელსაც აი ეს ამბები ემთხვევა, ის პირდაპირ წყალში. მეორე კითხვა რაც მაგამ თქვენ ახსენეთ რომ ეს ადამიანი ხდება ქურუმი ეგვიპტეში. ქურუმთან დასახ. ხო, ქურუმთან დასახ. და თქვენ საკმაოდ ბევრჯერ გითხარით რომ წარმართისთვის პრობლემა არ არის როცა შენ ვიღაცა სხვა ღმერთი შემოხავს, იმისთვის პრობლემა არის რომ დანარჩენ პანთეონსაც უნდა სცეთ აყვანი. ანუ ეს არის კრიტიკული ხა რას ქურუმი ვერ იტყვის რომ მე დანარჩენ ეგვიპტურ ღმერთებს პატივს ავწევ. შესაბამისად ამ ადამიანსაც შეიძლება თავისი ღმერთი მოიყვანა და დემონსტრაციად ჩაატარა რომ მისი ღმერთი ძლიერია, იმიტომ რომ ესეთი პროგნოზი გააკეთა, რომელსაც სხვები ვერ აკეთებენ, მაგრამ ეგვიპტელები მას აპრიორი მოსთხოვდნენ სხვა ღმერთების თაყვანისცემასაც. და აი ამაზე რა პოზიცია გამარჯვებს? ამინდა გითხრათ, ძალიან საინტერესო კითხვაა, მაგრამ აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთი იმ დეტალს, რომელ დეტალზეც მე ჯერ სიტყვა არ დამიძრავს და მოსაზრებას უნდა დავწერა. იოსებს აქვს რაღაცა პატარა კომფორტული მდგომარეობა რელიგიური თვალსაზრისით, რომელსაც ის იყენებს ბოლომდე. და ჩვენ ამის შესახებ შემდეგ ვილაპარაკებთ აუცილებლად. იოსებს ასე მატიოდ ვერ აღაზევებენ, ასე მაღალ იმაზე ებრაელ ბიჭუნას. თვითონ ფარაონის რო არ იყოს მისი თანატოლმელი და მისი საზრახორცის ყოფი და მთელი რელიგიური რეფორმა რო არ განახობდეს ამის შესაძლებლობას. და იოსებ ბევრ ამას იყენებს აქ რომლის შესახებაც უცნაურ მოგვიერებით ვისაუბრებთ აუცილებლად. და ერთ კითხვაზე და კი, არა, ის აი შვილებთან დამოკიდებულება, როცა მამამთავრები ახდენენ დემონსტრაციას, რომ რამდენიმე შვილი ხო ყავხართ და ეს არის ჩემი საყვარელი ყველაზე მნიშვნელოვანი. მემკვიდრე არის ამას მეტ ყურადღებას ვაქცევი. იმიტომ რომ მემკვიდრე. ამ ისტორიაში ხო ყველაზე უცროსი არის. მაგრამ ერთი შვილი დატოვებულია და იძაც რა ვიხე, ეს შვილი დატოვეს, მაგრამ ამას ვერ გათა. ანუ აი ძალიან გამოკვეთილად დემონსტრირებულია, რომ ვიღაც ზოგ შვილს უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას და ეს როგორც ჩანს პრობლემებს იწვევს ხშირად. ხო ანუ იგივე რაც იოსებს დაემართა, ეს სხვა ყოველთვის. რას გვეუბნება წმინდა წერილი, რომ ჯობია ესე იყოს და ჩვენ მაინც ვთქვათ, რომ აი ვისაც იერარქიით ეკუთვნის, ის დემონსტრაციულად იყოს და დაემოიტანოს ამ პრობლემები. თუ ეს წარმოჩენია როგორც პრობლემების წყარო და აი შვილები თანაბრად გაზარდეთ. ანუ როგორ უდგება აი ამ საქმეს წმინდა წერილი? შვილები თანაბრად გაზარდეთ, ეს არის აბსოლუტურად არაბიბლიური რამე, ეს რამ ეხება. ეს სოციალური შეკვეთა, რომელიც ბიბლიისათვის არის ყოველთვის უცხო. გამორიცხულია ეს. შეიძლება ესეთი ვენიჭი კონდეს ისაკას, როგორც ვენიჭი კონდა იუდას. გამორიცხულია ეს აბსოლუტურად. აქ პრობლემა არის სხვა რამეში. თქვენი კითხვა წინა შეხვედრით შეხვედრის არ იყოს საინტერესო, რომელზე პასუხი ჩვენ უნდა დავიყვანოთ ასეთ მომენტამდე. ძალიან გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ასეთ რამეს. ჩვენ როდესაც საუბრობთ, ახლა ეს კი არის ოჯახი, მაგრამ ეს არის ჩანასახლოვანი მდგომარეობა სოციუმისა, რომელიც უნდა წამოიდეს ამ კულტურიდან. ეს სოციუმი კი თავის თავში გულისხმობს ორი პრინციპულად განსხვავებული შეხედვის ერთობას, ეს არის ეკლესია და საერა. ერთი სხეულია ეს ის. ანუ ჩვენ ახლა ვიყურებით ახალი აღთქმის სიმართლეს. აქედან თუ იყურები ასე დაინახო მართალი ხარ. აი იქიდან რო გამოიხედა, ხო? იქ სხვა გარემოა. იქ გარემო არის აი სწორედ ასეთი მემკვიდრეობით, მენტალობითი, აი ეს მომენტებია, ეს. ანუ შენ კითხვაზე პასუხი შენობა ძალიან მეგობრებო, ხო, შენ კითხვაზე პასუხი თუ შემოგაკ ზნეობრივ საეკლესიო სფეროში, მაშინ პასუხი არის წყალსახა. ყველას აქვს ერთი წყალობა, ერთი მადლი, ერთი ბარზიმი, ერთი ეს, მაგრამ თუ სოციალურ სფეროზე ვიტოვებ, თუ ახალ თქმაში სხვადასხვა, იქ იმ ამბავს სადაც შესაძლოა იქ და იგივეა. თუ ამ სოციალურზე ვიტოვებ, მაშინ პირდაპირ გეუბნები სოციალურზე ეს არ იხსნება. ვერ იხსნება. სხვადასხვა. მოდი ხაზი გავუსვათ წინა კითხვის მნიშვნელობას, რაც ურავი გასვა ჩვენთვის ბევრი რამე უცხოა და გაუგებარია, არა მარტო იმიტომ, რომ ახალი აღთქმის
სიმაღლიდან უცხებთ რაღაც მოვლენებს, არამედ იმიტომაც რომ დაცემული მოდერნის სიმდაბლიდან უცხებთ. რაღაც აზრი რა წმინდა და ბიბლიურია. ჩვენთვის სრულიად უცხო და მიუღებელი და გაუგებარია. მინდა ამას ძალიან მნიშვნელოვან რამეს გავსვა ხაზი. რაც ჩვენმა ლექტორმა თქვა, შვილების თანაბრად გაზრდა არ არის ბიბლიური თეზისი. აი ჩვენთვის რაც საერთოდ სკანდალია რა, რას ქვია? მე ყველა ერთნაირად მიყვარს. ამაში არის რაღაცა ფუნდამენტალურად პატრიარქალური და ჩვენს მიდგომაში არის რაღაც ფუნდამენტალურად მატრიარქალური. არ არის ბატონო ზნეობრივ სისტემაში შვილების ყოველად გაზრდა და ყველას გაგინაწილებთ რაც მაქვს. მასე არ არის. უფრო სწორად შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს იერარქია, უფროს მსახურების იერარქია არსებობს აუცილებლად. ხო და მოცემულობის აი ისიც არ არის რომ მესამე ხო და ის არ არის რომ მეორე, მესამე, მეოთხე როგორ ლაგდება. ძირითად თეზისა და ლექტორმაც ამის სწორებს თუ ვცდები გამოყოფთი რომ პირველობა ცენტრალურია რა. მემკვიდრეობა არის ერთი ვიღაცა იმ ნიშნით, რასაც ქვია სულიერების, თავგანწირვის, მსახურების, მენტალურად არამატერიალიზმის გავიხსენოთ, როდესაც იაკობი გამოსტაცებს კურთხევას ის აქვს და მანამდე პირმშობების უფლებას ესავს, რისთვის იჩალიჩებს ბოდიში ამას, ვისაუბრეთ ამაზე ვცლად. ესავს ყველაფერი რჩება. მატერიალურია, რასაც ჩვენ გულისხმობთ. არაფერი არ არის. ესავს რჩება მიწები. ერთი ჯოხი და ზეთივია. და იმასაც ასე დავარი. ის თავარიმია. ის თავარიმია. რა ის თავარისთვისაც მე წამებაში მთელი ცხოვრება. კი როგორ ყოველწლიერი ელშადაი არ არის, ფარი ელშადაი არის უფალი ყოველწლიერი. კი. არ შეიკურება ეს მოსესთან კიდე ერთი რაღაცა გაიხსნება, მე ეს გამეორდება ელიასთან და უნდა შეკრა თაბორისთვაზე. ეს მთელი ციკლია. ასე ცალსახად ვერ გეტყვით ვინაიდან თაბორის თაზე მე მაგ ჩემი ახლა ეს მამებთან არ მაგ წაკითხული ეს ჩემი ასე ვთქვათ ჩემი ხედვა მე ვამბობ ამაზე ეს არავის საქმე არ არის უბრალოდ მე ხმამაღლა ვამბობ ამას ვის მოისმენს ვისაც არ უნდა მოისმენს თავის საქმეა მე მაგ ჩემი აზრი რატომ თაბორის თაზე ელია და მოსა რატო არა დავითი და აბრაამი რატო არა სიტყვაზე იერემია და ესაია მაინც ეს ორი რატო მაგას თავი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ თუ მივად ელიასთან ვიტყვით რომ ელიაც მოსია და ორივეს რაღაცა აქვს და სანახი რაც ვერ დაინახეს ცხოვრებაში დაინახეს თაბორისთანზე ნელ-ნელა უნდა მივიდა აი აქიდან ვერ ვიტყვი რა ვიტყვი მაგრამ არაფრის მომცემი არ იქნება ხო არა კიდე ერთხელ აი მოსესთან ქორების თაზე სხვადასხვა ძალიან საინტერესოა ორივე იკრიბება ქორების თაზე მე ორივე იკრიბება თაბორის თაზე თაბორის თაზე საუბრობენ გოლგოთის შესახებ. ეს ძალიან დიდი ის არის და ძალიან საკრამენტალურია რა მთების ერთმანეთთან დაკავშირება ვინაიდან ეს თაბორის თა არის ისეთი რა აი დღეს პალამას ესენება ძალიან სიმპტომატურია თქვენი ისა. ნახეთ იქ რა ხდება თაბორის თაზე. საოცრებაა რა. ესე იგი ნახეთ რა ხდება. გრიგოლ პალამას მოძღვრების თანახმად ადამიანის ცხოვრება ხდება როგორ ენერგიებში ან ადამიანი წმინდანი ასე რატო არის გიორგი კაპადოკიელი წმინდანი ვაშკაცი იყო კუნთებიანი ბიჭი არა რეზიუმირება მისი სიძმის საკეთება ერთადერთ ამაში მაშინ მოქმედებს სული წმინდის ენერგია ანუ განაღმრთობილია ამას ნიშნავს რატომ არის ჯოჯოხეთში სიტყვაზე თქვა რა ვიცი არიოზია თუ იუდა თუ ვინცა ხო იცის ხო ანუ რატო არ არის გაფრთხილი იმიტომ რომ მაშინ არ მოქმედებს საფრთხე ენერგია. ეს არის მოკლე რეზიუმე, ხო, ნახეთ. ადამიანი ამ ქვეყნიდან რომ გადის, ხო? ყველა ხვდება საფრთხენათში.
აი, იმიტომ ღმერთი ყველგანა ეს ნათელი ხო. აი ახლა ამ აუდიტორიაში თაბორის ნათელი არის. უბრალოდ ამას ჩვენ ვერ ვხედავთ, ჩვენ ვერ ვზრუნავთ, აი ამ წუთებში აქ თაბორის ნათელი არის. ანუ ამ ქვეყნიდან გასული ყველა გადის ამ ნათელში. მაგრამ ნახეთ რა ხდება, ერთისათვის ეს ნათელი არის გამანათლებელი და მეორისათვის ეს ნათელი არის მწვერი. აი ესა 64. ამიტომ გვეუბნება მაცხოვარი, 64 თქვენი სად იწყებაო? იქი არ არის 64. აქ იწყება. და ამიტომ მე ვამბობ ასეთ რამეს, ყველას გასაკურათ ვამბობ ასეთ რამეს. ყველა რელიგია ადამიანს ეპატიჟება 64-ში და ქრისტიანობა 64-ს ეპატიჟება ადამიანში. ეს ექსკლუზივია რა ამ რელიგიის. მე 64-ში კი არ მივდივარ, 64 ჩემში შემოდის. ცალკე სამყაროა ეს ამ რელიგიის ექსკლუზივია რა. ხო და რა მინდა გითხრათ, ნახეთ რა სად მოვდივარ. ანუ თაბორის თაზე რომ ლაპარაკობ, თაბორის თაზე რა ხდება? მოსე, ელია, იაკობი, იოანე და პეტრი არიან საღვთო ნათელში. ხედავთ საღვთო ნათელში და ნებისმიერი არ უნდა მასახმამახლა ნეოპლატონიზმი, როდესაც მივიდა იქამდე, რომ საბოლოოდ აი საღვთო ნათელს უნდა ეზიაროს, საღვთო ნათელთან ზიარების ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი რა თქვა, შენ ხდები ის. და ნახეთ თაბორის თაზე რა წერია. ამ საღვთო ნათელში არიან და რა ხვიდეს ლაპარაკობენ პიროვნული მე ეს ისეთი რამეა. ამას არ ეხება ღმერთი. არც ცხონებაში და არც ცხონების მიღება. ეს შენ ხარ, ცალკე სამყარო ხარ. ამ სამყაროში არ შემომიშვებ, არ შემომიშვებ. თან ვითარცა მთვრალ, ხო, პეტრე? ხო, პეტრე დამზმებული ქონდა. არა, მთვრალი შეიქმნა თაბორზე, ხო. ნათაკ სამტალავარ. ხო, ქრეთაკ სამტალავარ და იმ სისულელეს. ხო, თვალებითა ამ ვერ მოყვები, ხო, ანუ მან ნახეს ვიყო თუ სამი კარა შალაში და ანუ აქ თაბორისთან მეუბნება, რომ ის რასაც ახლა ქრისტე გააკეთებს ამ თიდან ჩამოსული, ხო? გააკეთებს არა სოციუმისათვის, არა რაღაც ტომისათვის, გვარისათვის, არამედ გააკეთებს ერთი და ცალკე ყველა პიროვნული აქტი იქნება ეს. სადაც შენი პიროვნება ვერ გაკრება. შენ ქრისტიანობაში არ ხარ სოციუმის წევრი. შენ არ ხარ ქრისტიანობაში რაღაცა ტომის წევრი, არა, ცალკე სამყარო ხარ ერთი პიროვნება. პლუს ამას, ნახეთ ესენი არიან, ისევ თაბორის ნათელი გამგვიმართავს ამას. ეს ხუთივე არის საღვთო ნათელში. რატო ვერ ვიყოს ცხონებული პირი? ცხონება ხო ნათელში ყოფობა, ნათელში არიან, ცხონდნენ, რატო ვერ ცხონდებიან? იმიტომ ვერ ცხონდებიან, რომ ეს თაბორის ნათელი არის არა ის, რაც შენ სახეს გინათებს, არამედ შინაგანად ნათელს გასწევს, ანუ შინაგანად ჯერ ადამიანს ამ ნათლის ტვირთვის თავი არ აქვს, რატო ბუნება ჯერ დაავადებულია, დაავადყოფებულია და ამ ბუნებას ამ მათსვები ტვირთავს. სწორედ ამიტომ ჩამოვა ამ თაზე, აი ლევანში რომ პეტრი ამას ეპატიჟება, მოდი ეს ნათელი ასე იყოს რა, არა, ქრისტე იმიტომ კი არ გემუნდა ეს ნათელი, არა ეს ნათელი შიგნით უნდა შემოვიდეს და დღეს ვინც ეზიარა, პალამა პირდაპირ აქვს. დღეს აი ვინც ეზიარება იმაზე უფრო მეტად ხედავს ღმერთს და იმაზე უფრო ახლოს ხედავს ღმერთს, ვიდრე მოსე ელაპარაკებოდა პირისპირ მაყურვანისზე. ღმერთს უშუალოდ ღმერთი შემოდის. ანუ ეს არის ერთი დიდი სისტემა და აი საიდან საწავედი ახლა უბრალოდ ეს მინდოდა მე თქვა რომ ეს ელშადაი, მერე იახვე და მერე ამორის შეკრება ელია და მოსეს მიერ თაბორის თაზე ერთ რამეს ემსახურება, ყველაფერი ის უნდა შეიკრიბოს გოლგოთაზე. აი ერთხელ შევესწარი საღვთისმეტყველო საუბარს ათონის მთაზე ივერონის რუმინსა და ქართულ მღვდელმთავარს შორის. და ჩვენმა მღვდელმთავარმა კითხა რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი. და იმან თვალი არ გაახამხამა რა ზიარება. იმიტომ ეს აი ევქარისტიულ მსახურებაში თუ ევქარისტიაში არ მიგაკ შენი ცხოვრება რაც არ უნდა ის ნეობის ის რო იყო ვასმოვი ხო უნდა ყოფილა სვეტი ხარ ვერ გამოიღებ ნაყოფს გამოიწულია ევქარისტიაში უნდა შეიკრიბოს ყველა სიკეთე ნაყოფიერი რო გახდეს ისე ნაყოფი არ გამო სოციალური აქტივობა უნდა ყოფილიყო არ პირდაპირ ეს